მაშ საღამომშვიდობის საყვალას კეთილი დაბრუნება პარაბელუმზე. დღეს საღამოს, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ იმ კატასტროფაზე, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კამპანია ყველა თვალსაზრისით. არსებობს ეკონომიკური ასპექტებიც. მალე ჩვენთან შეუერთდება გიორგი არფარასი ეკონომიკურ საკითხებზე, ლეონარდო ლანძარა, გენერალი კაპიტანი და პოლკოვნიკი ორლიო ჯორჯო სტირბე. დასაწყისში მსუბუქი სიცილის მომენტი იყო, რადგან, რა თქმა უნდა, ამ საკითხების ანალიტიკური და რაციონალური თვალსაზრისით განხილვა ამ ეტაპზე ძალიან რთულია. გავიგეთ, რადგან ჩვენ გვყავს ისეთი ხალხი, როგორიცაა ომის მინისტრის მდივანი, ეხლა კი ომის მდივანი ექსეთი, რომელიც ამბობს, რომ სულ ღია ირანული რაკეტებისა და დრონების გარდა. ეს გავს ალადინს მათთვის, ვინც ფილმი ნახა, ან შრედინგერის სრუპეს მათთვის, ვისაც ინტელექტუალური ციტატა ურჩევნია. მეორე კი არის ტრამპი, რომელმაც 12 წუთიან სიტყვაში, რაც ასევე დებატების თემა გახდა და ჩვენ სწორედ ამით დავიწყებთ, ის რა თქმა უნდა ნატოს ქვეყნებს სთხოვს ჩართვას, რომ დახმარება გაუწიონ და 12 წუთში აზრს იცვლის. ასე რომ ისინი ჩვენთვის არ იქნებიან, ამას თვითონ ამბობს, ზუსტად იმ დროს როცა ამბობს, რომ უნდა მოვიდნენ და დაგვეხმაროთ, ამბობს, რომ ისინი ჩვენთვის არ იქნებიან. ამბობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჩვენი დახმარებით აღფრთოვანებულია და უკვე მოდიან. 5 წუთში არ გვჭირდება, 6 წუთში თუ დაგჭირდება, ისინი 9 წუთში მზად უნდა იყვნენ და დაგვეხმარო. გვიდა რომ ისინი 12 წუთში სრუტესთან მოვიდნენ და დაგვეხმარო. ჩემი აზრით არავის გვჭირდება. როცა ამბობენ ცოტა იდეა, მაგრამ დაბნეული, მაგრამ მართალია რომ მათ მოიგეს, ჩვენ რაში გვჭირდება? წარმოიდგინეთ რომ მათ დასახმარებლად მიდიხართ. რას ვაკეთებთ? გავჩერდეთ ავტოგრილთან კავაზე და მერე გვეტყვიან რა ვქნათ. არ ვიცი, მაგრამ კარგი იყო სავამშვიდობისა. სავამშვიდობისა პროფესორო, კეთილი იყოს მოგზანება ჯორჯიო. დავიწყოთ პირველი საკითხით. ამ განცხადებების გარდა, რომლებიც აშკარად დიჟურია და უამრავი უარი გამოიწვია, იაპონიამ თქვა არა, იტალიამ თქვა არა, ჰოლანდიამ თქვა არა, საფრანგეთმა მოკლედ, პრაქტიკულად ყველამ თქვა უარი. არავინ არ უნდა ჩაერთოს სამომში. მინდა პირდაპირ მოვკლა სპილო ოთახში შენთან ერთად, პაოლო. ყველაფერი, რასაც ხედავთ, ტაქტიკური გამარჯვება. მათ მნიშვნელოვნად შეამცირეს ირანული რაკეტების პოტენციალი. საზღვაო ძალები აღარ არსებობს, უკვე ანადგურებენ ჩვეულებრივ ნავებსაც, ნახე პატარა ნავებით, პყვიამფქვევით. ისინი ანადგურებენ ქარხნებს და ყველაფერს, რაც რაკეტებისა და დრონების წარმოებას უკავშირდება. ტაქტიკური თვალსაზრისით, ცოტა მეგობრული ცეცხლისა და შემთხვევების გარდა, ირანელების მხრიდან ჩამოგდებები არ ყოფილა. მაგრამ სტრატეგიულად ესეთი რამით აბსოლუტურად ვერაფერს მიაღწევს. არის რისკი, რომ ლიდერების მოკლისას შეიძლება გამება გამოჩნდეს ვიღაცა, ვისაც მამა მოუქალე. ამიტომ უნდა დაამტკიცოს ღირსება და მამაზე მკაცრი იყოს, ასევე პირადი მიზეზებიც აქვს. ეს არ არის ესეთი რეჟიმი, როგორც ამერიკელები ფიქრობენ, დომინოს ეფექტით. ჩემი აზრით, ეს უფრო ეკლესიას გავს. პაპს თუ მოკვდება, ახალს ირჩევენ. მას რა შეუძლიათ მიიღონ ამ გზით, თუნდაც თუ ეს კვირები გაგრძელდება. ომის სკოლის პირველ გაკვეთილზე გიყვებიან რაღაცას, რასაც მაშინვე ვერ მიხვდები, მაგრამ შემდეგ ხვდები. ყოველი ომი იწყება, როცა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად usa la forza organizzata. არმია იბრძვის, მართავს, ბრძოლებს, ომებს, იმიტომ რომ სურს მიაღწიოს გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს. საინტერესოა რა არის შეერთებული შტატების პოლიტიკური მიზანი ამ ომში. რადგან აქამდე გვესმოდა საუბარი იმაზე, რომ სამიზნეები ამოიწურა, ძვლებს უმტვრევთ, ვანადგურებთ მათ. ისინი საუბრობენ მეთოდებზე, მაგრამ მიზნებზე არ საუბრობენ. ისევ ეგზეთი, რომელიც იმ ბრწყინვალე რამეს ამბობს, რომ სრუტე ღია გარდა რაკეტებისა, ისე მეთოდებზე საუბრობს. ანუ რასაც ვხედავთ არის ის, რომ შეერთებული შტატები ესეთ ომებში და ეს პირველი შემთხვევა არ არის, შედის იმ იდეით, რომ
ტექნოლოგია და უზარმაზარი ძალა ნიშნავს გამარჯვებას. მაგრამ ასე არ არის. ომებში ასე არასდროს ხდება. თორე უკვე მოიგებდნენ. ვიეტნამში მათ 2 მილიონი ვიეტნამელი მოკლეს, მაშინ როცა თვითონ მხოლოდ რამდენიმე ათასი დაკარგეს. ამიტომ თეორიულად თუ ვითქვით, რომ ვინც მეც კლავს, ის იგებს, მაშინ მათ ვიეტნამში მოიგეს, ავღანეთში მოიგეს, ბევრ სხვა ადგილასაც მოიგეს. თუ ასე ვითქვით, რომ მეტი დავანგრიეთ, მაგრამ ომში მაინც ის იგებს, ვინც სწორად ასწავლის. და ამას ორიოდ შეგვახსენებს, ვინც თავის პოლიტიკურ მიზანს აღწევს, ეხლა კი ირანის საბოლოო მდგომარეობას. ისინი უბრალოდ გადარჩენას ცდილობენ. თუ მათ შეუძლიათ დარჩნენ ფეხზე, როგორც როკი ბოლო წუთამდე, ისინი ისევ ფეხზე დგანან. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დარტყმა მიაყენე, შენ მოიგე. და მათ საბოლოო მიზანი კარგად ესმით. ისრაელელებს და კოალიციის სხვა წევრებს კარგად ესმით მათი საბოლოო მიზანი. შექმნან ისეთი ქაოსი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, სადაც მათი ფეოდებია, რომ დარჩნენ მაინც დომინანტურ ძალად სხვებთან შედარებით. ყველა იმ ნეაპოლელ წარუმატებელთან მიმართებაში, ვისაც გულისხმობენ, ისინი გარშემო ეხვევიან. და ცდილობენ ირანი წარუმატებელ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბონ, რაც მათში მღელვარებას იწვევს. რომ ეს მათი საქმე იყოს სუფთ და ირ. Collettribu e i cammelli, ridurre სუბეთნიკური ჯგუფების სერია, აზერების სახელმწიფო, ბალუჩების სახელმწიფო, სპარსელების სახელმწიფო და ასე შემდეგ. და ამას მისდევენ. ამ სტრატეგიულ ხაზზე ისინი წინ არ წასულან, ჩვენ ამ ორ ხაზს მივყვებით. ირანის სტრატეგიული ხაზი, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს პოზიციებს, ამ მომენტში ცოტა უფრო წინ არის, ვიდრე ისრაელის სტრატეგიული ხაზი, რომელიც ირანის სახელმწიფოს დაშლას ითვალისწინებს. ამერიკის სტრატეგიული ხაზი აღდგომის შემდეგ. ფიქრობ ამას ითხვიან, ერთ ხაზს ამზადენ, ამიტომ დღევანდელი მდგომარეობით ომი, როგორც ორგანიზებული ძალის პოლიტიკური გამოყენების ფენომენი, დღეს ირანელების სასარგებლოდ მიმდინარეობს. ჩემი აზრით, დღეს ურთიერთობები ერთ დღეში შეიძლება შეიცვალოს. ეს ჩემი აზრია. იმედი მაქვს პასუხი გაცემულია. მადლობა. დამატება შემიძლია, რადგან ექსიტზე და ჭკვიანურ ფრაზებზე უკვე ვისაუბრეთ. ტრამპმა განაცხადა, რომ სრუტეში გასასვლელად სიმამაცეა საჭირო, რადგან ბოლოს პატარა სწრაფ გემზე მგზავრობ, რომელიც არ ფეთქდება. ამ ხალხის აზრით, ხორმუზის პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა სიმამაცე და უბრალოდ უნდა გაიარო. აი ესეთია მათი დონე. გონი უკვე ყველაფერს ვამბობთ. გმადლობ ორიო, ერთი კითხვა მაქვს. რადგან end state სტრატეგიულ დონეზე მიუღწეველია. არ გონია, რომ ამერიკელებს ტაქტიკურ გამარჯვებაზე მეტის მისაღწევად ირანის სამხედრო ძალის დაქვეითება მოუწევთ. რაც უფრო ისრაელის მიზანია, ვიდრე ამერიკის. ამერიკელები იქ ძირითადად ისრაელის მხარდაჭერისთვის არიან. მე მათ სარგებელს ვერ ვხედავ. ისინი თხულად არიან სპარსეთის ყურის მონარქიებთან, ჩვენთან და ევროპელებთანაც პრობლემები აქვთ, რაც აშკარა დაქვეითებას ნიშნავს. ვერ არჩერებენ ბირთვულ პროგრამას, ვერ ამცირებენ ნულამდე. ვიტკოფმა 23 თებერვალს დაწერა, რომ ირანელები ბირთვული არაღამდე ერთი კვირა აშორებთ, თუმცა ეს შეუძლებელია. საუკეთესო შეფასება 3 წელია. საუკეთესო გზა მათთვის ამ კამპანიის უსასრულოდ გაგრძელება, რადგან ტაქტიკურად ვერ იმარჯვებენ. მაგრამ ასე ხო არ არსებობს რისკი, რომ მომავალი ირანი კიდევ უფრო ძლიერი იქნება. იცებულებების მიხედვით შეიძლება ამერიკაშიც ტერაქტების მოწყობას სცადონ ამერიკელებზე დარქმის მცდელობისას. შევნიშნე ფართო სტრატეგია თუ დააგვირდები. ამასობაში ხდება ისრაელის შეჭრა ლიბანში, რაც ბოლო ნაწილი, რაც ჰეზბოლასგან დარჩა. დანარჩენი პროქსები გამოთიშეს. ვინც სირიაში იყო, წავიდა. ხოლო ღაზაში თითქმის აღარავინ დარჩა. ეს ისეა, თითქოს ისრაელი თავის ეზოს ასუფთავებს. იმ დროს, როცა ირანს უფრთხამენ, რომ ფაქტობრივად გაანადგურო. გააგრძელე. ბოლო დროს ამერიკული დაზვერვა და ჟურნალისტები
გარკვეულ ინფორმაციას ავრცელებენ. სადაც ისმის აუდიო ჩანაწერები, სადაც როგორც ნახეთ დონალდ ტრამპი სულ მცირე კამპანიის დასაწყისში ირანელებს მოუწოდებს, რომ ხელში აიღონ სიტუაციის მართვა. ამბოხდნენ და ასე შემდეგ, მაშინ როცა დაზვერვის სამსახურები ეუბნებიან, ნახე თუ ისინი ამბოხდებიან 10,000-ობით ადამიანი დაიღუპება, მათ არ აქვთ ამბოხების უნარი. ხომეინის გვარდია მაინც ძლიერად არის შეიარაღებული და ქუჩებში. ეს გავს იმას რეუბნებიან, თუ ამას გააკეთებ, მოსალოდნელია ხოცვა ჟლეტა. აბა შენი აზრით რა უნდა დაგეთდეს? ადრე ორ დღეში გამარჯვებას ელოდნენ, ეხლა ამბობენ, რომ შეიძლება 3 კვირა გაგრძელდეს. ხოლო ტაქტიკური მოქმედებით, განსაკუთრებულის ან სტრატეგიულის მიღწევა შეუძლებელია. ეს დამოკიდებულია ვისი მხრიდანაა საუბარი. მე ამას დაზვერვის კუთხით უყურებ, არა ოპერაციულით. როგორც მე ვხედავ, რეალურად მიმდინარეობს ორი კამპანია, რომლებიც სრულიად განცალკევებულია ერთმანეთისგან, ისრაელის და ამერიკის კამპანიები და საჭიროა რომ ცალ-ცალკე შევაფასოთ ისინი. რადგან ის, რასაც ისრაელის მთავრობა ცდილობს გააკეთოს, საკმაოდ თანხვედრია მათი ინტერესებისათვის. და აქ უფრო მთავრობაზე ვსაუბრობ, ვიდრე მთლიანად ისრაელს. რატო ებმის ეს ორი რამ ერთმანეთს? მაშ ისრაელები ცდილობენ კრიზისის დასაწყისიდანვე უკვე რამდენიმე თვეა ისრაელი ცდილობს გაანადგუროს ის საფრთხე, რომელიც ისრაელს ემუქრება იმ გარემოდან, რომელშიც ისრაელი იმყოფება. ჯერ ერთი ტრადიციულად ისინი მოწინააღმდეგის ხელმძღვანელობას აჭრიან თავს, ხელმძღვანელ ფიგურებს ანადგურებენ და ეს პრაქტიკულად უკვე გააკეთეს ჰამასის, ჰეზბოლას, ბაათის სირიის და უკვე ირანის კონტექსტშიც. დღეს ბოლო ლარიჯანი, ბოლოა, ვინც გაანეიტრალეს. შემდეგ კი, რადგან მათ ინტერესი სიმეტრიულია, შემდეგი ნაბიჯი ლიდერობის განეიტრალების შემდეგ არის ტექნიკის განადგურება. ისრაელის კამპანია ირანთან კვლავ თანმიმდევრულია. მას შემდეგ, რაც საერო უპირატესობა დამყარდა, რაც იყო სუბთაოპერატიული ასპექტი და საშუალებას აძლევს ირანის ცაზე დაუსჯელად იმოქმედო, მისი მთავარი მიზანი იყო ირანის შესაძლებლობა ფიზიკურად დაესხას ისრაელს. ანუ მისკენ რაკეტები გაეშვა. პირველ რიგში უნდა განადგურდეს გამშვები დანადგარები, შემდეგ საწყობები და ბოლოს ქარხნები. იგივე სიტუაცია ოდნავ უფრო რთული დრონების შემთხვევაში გამშვებ დანადგარებს არ ესქმიან თავს, პირდაპირ საწყობებსა და ქარხნებს უტევენ. და მათი თვალსაზრისით ესეთ რამეს დიდხანსაც კი შეძლებენ, რადგან უკვე მოპოვებული აქვს საჰაერო უპირატესობა და ამას დაუსჯელად აკეთებენ. თუ ჰეზბოლას ტექნიკასაც გაანადგურებენ, მით უკეთესი ისინი სარგებლობენ. ამ მთავრობას კიდევ ის უპირატესობა აქვს, რომ ომის განმავლობაში არჩევნები არ ტარდება და ხელისუფლებაში რჩებიან. ამიტომ ისრაელის თვალსაზრისით ვიტყოდი, რომ ეს საკმაოდ თანმიმდევრულია, შეიძლება დაეთანხმო ან არა, მაგრამ ამერიკის მხრიდან ეს თანმიმდევრულია. მეორეს მხრივ, იმაზე დაფრდნობით, რასაც ჩვენ ღია წყაროებიდან ხედავთ, თანმიმდევრული ხაზი, როგორც პაოლო ამბობდა, არ ჩანს. ეხლა სამხედრო დაგეგმვა როგორ ხდება? პოლიტიკური დირექტივა იწყება ხედვით, რომლის მიზანიც არის კონკრეტული შედედის მიღწევა, რაც საბოლოო მდგომარეობად კალიბდება. გაგვიგონ, დარწმუნებული ხარ, რომ ეს არის ის, რაც გინდა. ამერიკის გაერთიანებული შტაბების უფროსები პრეზიდენტის ნანატრ მდგომარეობას მისიად გარდაქმნიდნენ და CENTCOM-ს გადასცემდნენ, რომელიც გეგმას ადგენდა. ეხლა ჩვენ სამხედროებს გქონდა შეგრძნება, რომ CENTCOM-მამდე არ მისულა ნათელი მისია და ნამდვილად არ არსებობდა ნათელი საბოლოო მდგომარეობა. ამიტომ პირველ რიგში მათ თავი დაიზღვიეს, როგორც ჯარში ამბობენ, უკანალით ბარიერზე დადგნენ. და მათ გაანადგურეს ქალაქის საერო თავდაცვა, მოიპოვეს საერო უპირატესობა, გაანადგურეს საზღვაო ძალები, გაანადგურეს საჰაერო ძალები.
უკვე აღარ იციან რა გაანადგურონ. ისეთ მდგომარეობაში არიან, როგორც ომში მყოფი ადამიანი. ჯოხით შეიარაღებული ჭიანჭველების ბუდე სტრუტოს ღმერთებმა დააზიანეს, ეხლა ვეღარ ხედავ, მაგრამ ქვემოთ ჭიანჭველები ისევ არის. დასასული რო არ ჩანს. ცემასაც კიდე ცოტა ხანს გააგრძელებენ, როგორც შენ ამბობ. სანამ ერთ მომენტში პოლიტიკურ დონეზე არ გამოჩნდება ვიღაცა, ვინც გადაწყვეტს, კარგი, ჩვენ გავიმარჯვეთ, ასეა, დავამთავროთ. და შემიძლია ვთქვა ეს, ჩემი კრისტალური ბურთით, თითქმის აღდგომა. არ ახალია იმის თქმა, წავიდეთ, ყველაფერი დასრულდა, აუდიომისთვის სახში დავბრუნდეთ. გაჩუქებთ გამარჯვებას. ეს ტრამპის არჩევანია, რადგან მას შეუძლია ომი ნებისმიერ დროს დაასრულოს და უბრალოდ თქვას მოვიგე. იქ იქნებიან, ვინც მას დაუჯერებს და ვინც არა, როგორც ჩვენ. მაგრამ მას მხოლოდ ქავისი ხალხის დაბრუნება აინტერესებს. ჰორმუზის გავსნით პირველ რიგში ირანია დაინტერესებული. ასე რომ ნამდვილად განახლდება ნაკადის სრუტეში და მტრები ისევ ძველებურად დარჩები. აი ნახე, სრუტე არ არის საკითხი. ხვალ ის აცხადებს, იცხებენ, თქვათ, სახში დაბრუნებას და უცებ ისევ იხსნება, არის სადაზღვევო საკითხი, რომელზე თვეები მიდის და ინფრასტრუქტურა, რომელიც დაიხურა და არავინ იცის დატოვეს თუ არა ნაღმები. ამ მომენტში რამდენიმე ამერიკული ნავსადგომამდე გემი მოძრაობს მალაიზიიდან, სწორედ ამ საკითხის გამო. იმის დასადასტურებლად, რომ ეს კამპანია ისრაელის სტრატეგიულ ინტერესებზე უფრო იყო ორიენტირებული ვიდრე ამერიკულზე. დღეს ჯო კენტმა გადადგა ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის დირექტორის პოსტიდან. ამბობს, ვერ დაუჭე მხარს ირანში ომს, რადგან ირანი ჩვენს ქვეყანას ფხისიერ საფრთხეს არ უქმნის. აშკარაა, რომ ომი დავიწყეთ ისრაელის ზეწოლისა და ამერიკული ლობის გავლენით. ის ტულსი ღალის მიერ იყო არჩეული, სუპერტრამპელები ლამბელები იყვნენ, ეხლა სხვა რამეს აკეთებენ. უკან დახევა, მაგრამ არის კიდევ ისეთი საკითხები, როგორიცაა დროანდელი სიახლეც არის, რადგან ერთი პორტერი მიდის საბერძნეთში სათვავის შესავსებად და ტექნიკური მომსახურებისთვის. გამოძიება დაიწყო, რომ გაირკვეს, იყო თუ არა ხანძარი განზრახ გამოწვეული. აჯანყება ეხება მომხდარს, რაც აჩვენებს, რომ მათ შიდა პრობლემებიც აქვთ. ამერიკელების მიზანია არის საუბრონ ეპსტეინის საქმეებზე და გადაუჩნენ მომავალ არჩევნებს. იგივე ნეთანიაჰუსაც ეხება, მისი მიზანია ყოველდღე ახალი მტრის პოვნა, რაც მისთვის იდეალურია. მას სჭირდება დროდადრო ახალი კონფლიქტის გაღვივება, რომ მის შიდა პრობლემებზე არის საუბრო. გიორგი, აგვიხსენი, რატო არ არის ესე მარტივი უბრალოდ სრუტის გახსნა და ყველაფერი კარგად იყოს? რა ეკონომიკური კავშირებია ამ ყველაფერში? იმიტომ რომ თუდაც ხვალ წავიდნენ, ამას ახლა ვამბობ, უძრავი ქონება, ანუ სახლები დუბაიში, ვინც აბანდებს, -32% იცოდეთ. ხალხი ესე უბრალოდ არ დამშვიდდება ერთ დროში. გესმის ჯორჯია. სადე სხვა უსასმენი, მაშინ ამას გამოვიღებ და საინტერესო რამეს გაჩვენებ. ეს ყველაზე დიდი კრიზისია, რაც იმ დროიდან არსებობს. Tanto per quanto riguarda ნავთობის საკითხი, თითქოს 4 კრიზისი ერთად იყოს გადახვეული. გიორგი, ათხარ. არა, არის მის შენი ხმა, სცადე შემოსვლა თუ არა და სცადე შემოსვლა თუ მიკროფონი ჩართული არ გაქვს, ეს არის მთავარი. აქ ხედავთ რა არის საუკეთესო სცენარი ბლოგის შემთხვევაში და დროულობას. ნებისმიერ შემთხვევაში თუ დავაკვირდებით, ტრაფიკი მაინც განახევრდება გარკვეული დროით, თუნდაც რამდენიმე კვირის შემდეგ. თუ ომი უცებ დასრულდება, ტრაფიკი დაბრუნდება 7.5 მილიარდის დონეზე.
ეს საუკეთესო შემთხვევაა შედარებით იმ 16-თან რაც ადრე იყო, ასე რომ ნაკლებია ვიდრე განახევრებული. ზუსტად იმიტომ რომ ყველაფერი ერთდროულად არ იხსნება, არსებობენ ირანელები, რომლებიც აგრძელებენ სხვადასხვა ქვეყნის ბევრ საწყობსა და ეკონომიკურ და ნავთობის ჰაბებზე დართმას. ესე რომ არსებობს ძალიან დიდი გაურკვევლობა, არის პანიკა, იმ მომენტში აბსოლუტურად. მაგრამ ჯერ უტები ოსობო არ გამოჩნდა. არა, მართლა საინტერესოა. პროქსები ძალიან აქტიურები არ არიან, თქვათ ჰეზბოლამ 100-მდე რაკეტა გაუშვა, მაგრამ ბევრი არაფერი გაუკეთებიათ. უტებს ალბათ ობიექტური პრობლემებიც ექნებათ. ერთი წელი დარტყმებს იღებდნენ, შეიძლება უბრალოდ უნდათ გვერდიდან დააკვირდნენ, ნახონ მათი ყოფილი პატრონი ან ძლიერი მოკავშირე, დიდი იარაღის მიმწოდებელი და ასე შემდეგ. გამოუვა, ვერ გამოუვა, როგორ გამოუვა ამ მდგომარეობიდან, როგორ გააგრძელებს. ფიქრობ, უტებს უკვე სათმარისი აქვთ და თავიანთ სახლშიც ბევრი საქმე აქვთ. ბოლო დროს პოლკოვნიკო მათ საქმეები ჰქონდათ თვით იემენშიც და კოალიციასთან, რომლის სახელიც არ მახსოვს. მათ სხვა საქმეებიც აქვთ. ჩემი აზრით, ისინი მეც ვერ გარისკავენ. უკვე საკმარისი მიირეს, ესე რომ არა. მაგრამ ყველაზე მეტად ისინი რისკავენ. ისინი ცხოვრობენ იმიტომ, რომ თავს ესხმიან, ანგრევენ მათ და ირანი თავიდან ატალიბებდა. მაგრამ თუ ეხლა ირანის სამხედრო ინდუსტრია განადგურდება, ირანელები მაქსიმუმს შეძლებენ რომ ცადონ საკუთარი პოტენციალის აღდგენა და მათ აღარ ექნებათ არაფერი გასაყოფი უტებთან. თუ უტები ირანულ დახმარებას ვერ მიიღებენ, ვეღარ შეძლებენ თავის დაცვას თავიანთი მოწინააღმდეგეებისგან, ემირატელებისგან, საუდელებისგან, თავრობის ძალებისგან და სხვებისგან. დაპირისპირების. აქ ხარ ჯორჯი. თუ ახლად ესმით, სრულყოფილად. ის არის ერუდიტი. მაშ ამბავი ასეთია. შენ გაქვს მიწოდების კრიზისი, რომელიც გამოწვეულია ზოგიერთი ობიექტის დაბომბვით, გაქვს მიწოდების კრიზისი, რაც არის ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობის შეჩერება, ამიტომ შენ ნაკლები ნავთობის და გაზის მიწოდება გაქვს ჰორმუზის სრუტესთან მდებარე ქვეყნებისგან, საიდანაც ეს რესურსები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ამ ქვეყნების ნავთობის ძირითადი მიწოდება მიდის აზიაში, არ მიდის ევროპაში და არც ამერიკაში. გაზის ნაწილი ევროპაში გადის, რაც განსხვავებულია. ამიტომ გვაქვს მიწოდების ბლოკი, რადგან არ რეპროდუქცირებადი ნედლეულის მოთხოვნა მკაცრია, ან ნაკლებად ელასტიკური. როგორც გინდათ ასე თქვი. ის ან მცირდება მიწოდების მსგავსად. მიწოდება მცირდება, ხოლო მოთხოვნა სტაბილურია. ამ ეტაპზე აშკარაა, რომ ფასები მხოლოდ გაიზრდება. რა ხდება იმისთვის, რომ ფასები ძალიან არ გაიზარდოს? გამოიყენება რეზერვები, შესაბამისად ნავთობის რეზერვები შემოდის, ნავთობის რეზერვები ნაწილობრივ ანაზღაურებს ნავთობის შემცირებულ მიწოდებას, ამიტომ მოთხოვნა მყარია. მიწოდება შეჩერებულია, მაგრამ რეზერვების შემოსვლა იწვევს იმას, რომ მიწოდება უფრო მაღალია, ვიდრე იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ რეზერვები ბაზარზე არ გამოვიდოდა. და ეს ისტორია, ასე თუ ისე, იწვევს იმას, რომ ამ ეტაპზე საქმე, ესე ვთქვათ, ძალიან სასიამოვნო არ არის. ასეულს მნიშვნელოვანი შედეგების მთელი სერია. დაწკებული სხვა სექტორებით, რომლებიც მხოლოდ ნავთობი არ არის, არამედ მაგალითად, ყველა გავლენა სასუქებზე, გაზზე, ამ საკითხებზე, სოფლის მეურნეობაზე, ასე რომ კიდევ ბევრი რამ არის სხვა საინტერესო საკითხები. ესენი არიან პაკისტანელები, რომლებიც სპარსეთის ყურის ქვეყნებში მუშაობდნენ და ეხლა უმუშევრები არიან. ამ ეტაპზე ფულად იგზავნილები აღარ არის, პაკისტანის ღარიბი ოჯახები, რომლებიც ემიგრანტების გზავნილებით ცხოვრობენ, თქვათ ქუვეითში, აღარ აქვთ ფული, ამიტომ სპარსეთის ყურის ეკონომიკაზე მრავალი ეფექტია. რეზერვები რამდენად სტაბილიზაციას უზრუნველყოფს და რამდენია. საკითხისა, რამდენად შეუძლიათ მათ, თქვათ, გარკვეულ პერიოდში, მაგალითად 2 თვეში, სტაბილიზაცია მოახდინონ.
ამ ეტაპზე მთელი ამბავი ის ხდება, რომ უნდა იპოვო გამოსავალი, რათა თავიდან აიცილო ენერგეტიკული კრიზისი შედარებით გონივრულ ვადაში, იმის გათვალისწინებით, რაც აქამდე მოვისმინეთ. ანუ ისრაელელებს აქვთ ესეთი სტრატეგია, რომ სულ ესე ვთქვათ, ჰაეში გაანადგურონ პოტენციური მტრები. შეერთებული შტატები გაუგებარია, მაგრამ ალბათ უკვე თლიანად დაინტერესებულია უკან დახევაში. ირანელებსაც აქვთ ნავთობის გაყიდვის ინტერესი, რადგან ეს მათი მთავარი შემოსავალია. ამიტომ შეიძლება შეთანხმება შედგეს. ამ შემთხვევაში ისტორია შეიძლება გონივრულ დროში გადაწყდეს. ამით აიხსნება, რატომ არ იყო ფინანსურ ბაზრებზე უფრო დიდი კრახი. ობლიგაციების შემოსავალი დიდად არ შეიცვალა, აქციების ბაზარი დაეცა, თუმცა მანამდე მნიშვნელოვნად გაიზარდა. დოლარი გამხარდა, როგორც ყოველთვის ხდება კრიზისის დროს, ხოლო ნავთობის ფასი ავიდა 100-200 დოლარამდე. თუმცა საბოლოოდ არაფეთქებულა. და ასე შემდეგ. ასე რომ ეს იქნებოდა მაქსიმალური სცენარი, ანუ გადაწყვეტილება მიიღება გონივრულ დროში, სადაც შეერთებული შტატები უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ირანელები ინარჩუნებენ რეჟიმს, ხოლო ისრაელელებმა ალბათ ჰეზბოლას, ჰამასის და სხვების განადგურება შეძლეს. ეს იყო ფრე და პატი, რომელმაც დიდი არეულობა გამოიწვია, მაგრამ მას არ აქვს შეზღუდულობა. თქვა პრობლემა მოგვარებულია იმ გაგებით, რომ ირანი რჩება ქვეყანად, თეოკრატიულ ავტოკრატიად და ქვეყნად. შეიძლება ასევე მოხდეს ისიც, რომ არაბული ქვეყნები აბრაამის შეთანხმებით ისრაელს მიუახლოვდნენ. ეს რთულად გასაგებია რა ეფექტი ჰქონდა, თუმცა პოზიტიური ეფექტი შეიძლება იყოს ის, რაც ევროპაზე მოახდინა. გრძნობრო უფროსი ძმა ნაკლებად კიცავს ვიდრე ადრე, შეიძლება შენც იმოქმედო, მაგრამ ამასაც დიდი დრო სჭირდება. ამიტომ ვიტყოდი, რომ სიტუაციას ერთმნიშვნელოვანი შეფასება არ აქვს. კრიზისი ადრე მთავრდება, მაგრამ გამოსავალი არ არსებობს. მთავრდება არეული გადაწყვეტილებით. საუკეთესოა ბაზრებისთვის და ეკონომიკისთვის, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გრძელდება, მით უარესია. ეს ნამდვილად ასეა. თუმცა ამის მიღმა თუ ეს კიდე ორი თვე გაგრძელდება და ჩვენ აღარ გვექნება რეზერვები, რომ ბაზარზე გამოვიტანოთ და დავამშვიდოთ სიტუაცია და იქაც არის. როცა სამხედრო ექსპექტებს ვესაუბრებით. ტრიპოლი, ხომალდი, რომელიც საზღვაო ქვეითებს მიიყვანს, წავიდეს და დაიკავოს კარღის კუნძული, რომელიც ნამდვილად ახლოსაა ერახთან და არა ჰორმუზის სრუტეში. გესმის? დიახ, მაგრამ გაანადგურეს. კუნძულის სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, ხოლო ნავთობის სექტორი ხელუხლებელი დარჩა. და იქედან გადის 80%, რაც შეიძლება იყოს. ეს ცოტათი როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ფარულად შვეიცარიაში რომ მიდიოდი. შენ გაქვს ესეთი რამ, რაც შესაძლებლობებს ტოვებს, რომ თუ ომი დასრულდება ისე რომ არაფერი მოხდება, თავარი პრობლემები თავიდან იქნება აცილებული. რადგან თავარი ნგრევები თავიდან არის აცილებული. შესაძლებელია, ვიღაც ბოროტადაც კი იფიქრებს, რომ თავარი ნგრევები თავიდან იქნა აცილებული. და ეს მართალია. ასე შეთანხმების მიღწევა უფრო ადვილი და სასურველია. რა თქმა უნდა, არიან ირანელები, რომლებიც ნავთობის ნედლეული ცხოვრობენ, მაგრამ ასევე არიან ყველა აზიური ქვეყანა, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ნედლეულის მთავარი იმპორტიორები არიან. ამიტომ არ უნდა შევხედოთ საკითხს მხოლოდ ევროპულად. ვიტყოდი, რომ ყველაზე სავარაუდო სცენარია ერთ მომენტში ორივე მხარე დაიხლება. გაითვალისწინეთ ეკონომიკური საკითხების სერია, რომლებიც ნავთობს არ უკავშირდება. ისრაელი იქნება ეფექტური და ჭკვიანი. მაგრამ სულ 10 მილიონი მოსახლეა, აქედან 7 მილიონზე შეუძლიათ დაიკროთმა. თუმცა ამათგან 300,000 ომებშია გაშვებული. მოგვიანებით ვეღარ მისცემ ამდენ ხალხს ომში მონაწილეობის უფლებას. ეკონომიკას სჭირდება ჯარში წასული ხალხი. და ეს ერთადერთი პრობლემა არაა, რადგან ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენს სამშენებლო და ტურიზმის სექტორები. ამიტომ გარკვეული მომენტიდან ძვირად ღირებული ომი უზარმაზარ ბიუჯეტურ დეფიციტს ქმნის და 300,000 ადამიანს ჯარში გზავნის.
ტურიზმი აღარ არის, ნაკლებს აშენებ, აქაც და იქაც ნაკლებს აკეთებ, არის ეკონომიკური შეზღუდვაც ისრაელელებისთვის, რომლებსაც მომავალში შეიძლება მოუნდეთ უკან დახევა. შეერთებული შტატებისთვის პრობლემა უფრო სანდოობისა, ვიდრე ეკონომიკური. ირანელებს ნავთობის გაყიდვის, აზიელებსა და ევროპელებს კი ნავთობისა და გაზის მილების სურვილი აქვთ. ამიტომ თუ ვინმე მხოლოდ ეკონომიკურად აზროვნებს და იყენებს მხოლოდ ეკონომიკურ ცვლადებს, სხვა ცვლადებს არ ამატებს, რაზეც ადრე ვსაუბრობდით, და სხვათა შორის გაზის გაყიდვის ნაცვლად მოვისმინე, რომ იტალია იყენებს საკუთარ მარაგებს. არ არის ბევრი, თუმცა არის კიდე. კი, მაგრამ ეხლა იწყება ცხელი პერიოდი. კი, კარგი, მაგრამ არც ეს შეიძლება. თავარია, რომ თუ ეს გაგრძელდება 1-2 წლით, რუსების ისტორიაც შეიცვლება, რადგან ახლა ნავთობის გაკიდვა შეუძლიათ, რომელიც გემებზეა შენახული და ტყიალებს, ვიდრე ეთქვის კი, ვეთანხმები, მაგრამ მაინც ამდენიმე დღეა. და ნებისმიერ შემთხვევაში თუ საქმე ასია, საბჭოელები რუსები ეს ფული აქ და არა იქ, უფრო მეც იღებენ. ანუ მაშინ ძალიან მარტივი მაგალითი აგიხსნით. გასულ წელს ნავთობის საშუალო ფასი იყო $70 ბარელზე. ეხლა ვთქვათ, რომ ის გაიზარდა 100-მდე, უფრო მარტივი ანგარიშისთვის დაუშვათ, რომ გახდა 140. ორი თვე აგრძელდება, ან ორჯერ გაქვს 72-ია, მაგრამ თუ ორ თვეს ორჯერ 70-ზე გავყოფთ. თუ 142-ზე გავყოფთ, გამოდის დაახლოებით €10. ესე იგი, საშუალოდ 2026 წელს ბარელი იქნება 80. ანუ ორი თვე დრამატული კრიზისის. როცა კრიზისი მოგვარდება, ყველაფერი დალაგდება. გამოდის წყვილ-ჭრილში რო გავყოთ, კრიზისი არის 80, არა 100 ან 140. ეს ბარელზე $10 მეტია ვიდრე შარშა. ანუ როგორ ვთქვათ, ეკონომიკით ბევრი თამაში შეიძლება. თუ დავაპირდებით, ყველას ეკონომიკური ინტერესი ამ მომენტში დასრულდება, თუმცა შეიძლება ომს სხვა მოტივებიც ჰქონდეს. ამიტომ ვერ ახერხებ, მაგრამ თუ მოახერხებ მოდელის შექმნას, სადაც კრიზისი მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდება, ნახავ, რომ შემდეგ სიტუაცია ნაწილობრივ აღდგება. ყველაზე მარტივი მაგალითია ორი თვის ბარელის კრიზისი, რომელიც სრულდება და შემდეგ მედიანას აკეთებ. და ყველაფერი მოგვარებულია, ესე რომ რთულია თქმა. მე ვფიქრობ, რომ ეს არ აძლევს პუტინს ეკონომიკურ სარგებლობას. ეს არ არის ეკონომიკური დახმარება ისრაელისთვის, არც შეერთებული შტატებისთვის. მე ვხვდები მათ ლოგიკას. ეს ირანის ინტერესებშია. ისრაელის ბიჟები კარგად მუშაობს, ისინი ერთადერთები იყვნენ, ვინც იზრდებოდა. და დავაკვირდეთ როგორ და რატომ. რადგან ეს ასეა. იქ ყოველთვის საჭიროა ძალიან სპეციფიკური ანალიზების გაკეთება, რომ გავიგოთ რატომ მიდის ან არ მიდის. მაგალითად, შეერთებულ შტატებში შეგიძლია თქვა, რომ ამერიკული ბირჟა ტრადიციულ სექტორებში იზრდება, ხოლო მაღალ ტექნოლოგიურ სექტორში იკლებს. მაგრამ აი სექტორი, ანუ ამ რაღაცებს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, აქ ვიტყოდი, რომ ეკონომიკა გამოსავლის პოვნაში არ გვეხმარება. ეს თუნებას დავდოთ, საბოლოო შეჯამება. აი ერთი კითხვა მაქვს. სახელი ეკონომიკური თვალსაზრისით, სწორედ ისრაელის მხარის გასაგებად. ჩემი კითხვა ასეთია. თუ გავითვალისწინებთ ირანის ეკონომიკურ სტრუქტურას, იმ დროს, როცა მისი ეკონომიკური ინფრასტრუქტურა ასეთ დარტყმებს იღებს, არა ნავთობის მოპოვება, არამედ სამრეწველო წარმოება, რომელიც არასდროს ყოფილა დიდი, რომ იმ დროს, როცა ირანს სოფლიოში დიდი მეგობრები არ ხავს, ვინც აღდგენაში დაეხმარება, სამრეწველო და სამხედრო აპარატის აღდგენა, რაც ირანს, რომელიც ძალიან გაბრაზებულია, მაგრამ განიარაღებულია, მისცემს საშუალებას აღადგინოს თავისი სამხედრო პოტენციალი, რათა კვლავ დაემუქროს ისრაელს. რამდენ ხანს დასჭირდება ეს? თვეები, წლები თუ ათწლეულები? თუ ეს ხანძლივი პროცესი იქნება, ეს ახსნიდა ისრაელის სტრატეგიას. ასევე ის ფაქტი, რომ ეკონომიკურადაც ისრაელები ქავს მშვიდად გრძნობენ,
იმიტომ რომ ალბათ ფიქრობენ რომ დიდხანს აღარ იქნებიან ზეცოლის ქვეშ. შეიძლება, მაგრამ კითხვის ნიშნებით. მაშინ რას დაეხმარება? მარტივად რო ვთქვათ, რუსებს ფული არ აქვთ, ასე რომ არა. ჩინელებს შეიძლება აინტერესებდეთ აბრეშუმის გზის მსგავსი პროექტები და მათი აღდგენა. ჩინელები პორტებითა და გზებით არიან დაინტერესებულნი, არა ინდუსტრიული ადგენით. ამიტომ თუ ისევ პორტებსა და გზებს ააშენებენ, ინდუსტრია მაინც უყურადღებოდ დარჩება. ამიტომ გეთანხმებით. მადლობა აქაც სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის ყოვლის ყველაზე მარტივია აბრაამის შეთანხმებას შეუერთდნენ და ირანის აღდგენის დაფინანსება დაიწყონ. ამ მხრივ ირანი მრეწველობაში ძალიან ცუდადაა და წლები იქნება ხარიბი ქვეყანა და ამ თვალსაზრისით ისრაელის სტრატეგია ეფექტური აღმოჩნდა. ამიტომ ვეთანხმებით თქვენს შენიშვნებს, ასევე ანალიზთან დაკავშირებულ შენიშვნებსაც ჩვენ ერთ აზრზე ვართ. და ასე არ ჩანს, ვინ შეიძლება დაეხმაროს ირანს. ჩინელები ერთადერთები არიან, პორტებსა და გზებს აშენებენ, რუსებს კი ფული არ აქვს. ეს დადასტურებულია. და თუ კი ირანელები დაიწყებენ ნავთობის გაყიდვას, რადგან აქ არის ერთი ძალიან საინტერესო ფაქტორი, რადგან სოფლიოში ყველაზე მეტი ნავთობის რეზერვი აქვს ვენესუელას. 304 მილიარდი ბარელი. შემდეგია საუდის არაბეთი 200 მილიარდი, 159 მილიარდი ბარელი, ირანი 219, შემდეგ მოდის შეერთებული შტატები 46, რუსეთი 80. ამიტომ ნავთობი ამ ქვეყნების შიგნითაა თავმოყრილი. აქ თავარი საკითხია, რამდენი ნავთობი გამოიხება. რადგან ვენესუელაში მიწისქვეშა ნავთობის მხოლოდ მცირე ნაწილი მოიპოვება და თუ ყველაფერს გამოუთვლით, რომ მთლიანად ამოუწუროთ რეზერვები, ამას 925 წელი დასჭირდება. მაგრამ ცხადია, თუ ისევ დაიწყებენ მოპოვებას, ეს რიცხვი შემცირდება. ირანისთვის ეს 122 წელია, ხოლო შეერთებულმა შტატებმა რეზერვები 9 წელიწადში ამოწურა. გმადლობ ყველას. პირდაპირ ეთერში ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ თქვი და ვერც კი გააცნობიერე. 9 წელი. 9 წელი მაშინ ერთი. ეს ამბავი მაწუხებს, რადგან შემდეგ მეპარება ეჭვი, რომ ტრამპის საქმეებში რაღაცაა, რასაც სხვაგან ვერ პოულობ. მოკლედ, თუ ასე დავფრით, მარაგები ამოღების დღით, ყურადღებით, ან ვისე რომ არც გაიზარდოს და არც შემცირდეს, როგორც ახლა შეერთებულ შტატებს 9 წელი აქვთ და ამ 9 წელიწადში ყველაფერი ამოიწურება, რუსეთს კი 21 წელი. სოფლიოს სიმდიდრის დიდი ნაწილი ვენესუელაში და ჰორმუზის გარშემო არის კონცენტრირებული. ეს თამაში სასაცილო არ არის, რადგან შემდეგი ნაბიჯი იმის დადგენაა, რამდენს მივაღწევ. ნავთობის მოთხოვნა. თუ ნავთობის მოთხოვნა შემცირდება. პროგნოზების მიხედვით ჩანს, რომ ნავთობის მოთხოვნა, რომელიც ახლა მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 30%-ია, უნდა ჩამოვიდეს 20%-ზე ან ოდნავ მეტზე. ესე იგი, ეს არის ზომიერი შემცირება, ხოლო გაზის მოთხოვნა საერთოდ სტაბილურია. ასე რომ ჩვენ გვაქვს ნავთობის მოთხოვნის პერსპექტივაში მცირე შემცირება, ხოლო გაზის მოთხოვნა უცვლელი. მოთხოვნა უცვლელია ყველა ამ ზომის გათვალისწინებით. რეზერვები ამ სამი აქტორის გარეთაა კონცენტრირებული. აშშ-ს რეზერვები 9 წელიწადში ეწურება, რუსეთს 20 წელიწადში, ჩინეთს არ აქვს. მაგრამ ბოდიში გიხდით პროფესორო. ეს კითხვა ნეიტრალურია თუ უფრო მნიშვნელოვანია? მაგრამ ბოდიში გიხდით, ვენესუელის ნავთობი არ არის შესაფერისი იმისთვის ის ძალიან ძიმეა, საჭიროა მისი გადამუშავება. სუსტად, ეს არ არის ის ნედლეული. კლასიკური და ძვირიანი ნივთები. დიახ, ეს სხვა თემაა, ძიმე და უფრო ძვირია როგორც სკამი. გულისხმობ, რომ ზედმეტ დეტალებში არ შევდივარ. ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი. რადგან ასეულს ძირითადი რესურსების ამოწურვა, როგორიცაა ნავთობი და გაზი, რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებსაც საერთაშორისო პოლიტიკის გარეშე არსებობა შეუძლიათ, თუ ჯერ მონაპოლი მართალია, მარაგი სხვაგანაა, მაგალითად გაზის მარაგიც. ყურადღება აქ ქონდა ექსკლუზივი გაზის მარაგები რუსეთშია. რა თქმა უნდა, უზარმაზარი რაოდენობით, მაგრამ რუსეთს აქვს 3000-ზე მეტი რაკეტა, ასე რომ მას ბომბებიც აქვს. ირანს რუსეთთან თითქმის თანაბარი გაზი აქვს, ყატარს ცოტა ნაკლები,
თურქმენეთს კი კიდევ უფრო ნაკლები. ანუ ირანს სამჯერ მეტი გაზი აქვს, ვიდრე შეერთებულ შტატებს. ასე რომ გაზი კონცენტრირებულია რუსეთში, მაგრამ რუსეთი არ ითვლება, რადგან რუსეთი შეჩერებულია, ხოლო რუსული ნავთობი კი იწურება. გაზი ირანში, ყატარში, თურქმენეთში, საუდის არაბეთშია, თუმცა მთავარი ნაწილი ირანშია. ირან ეს ყველაფერი უნდა წარმოიდგინოს და სტრატეგიული თვალსაზრისით მომდევნო 20 წლეულის რესურსების უზრუნველყოფისთვის. ყველა ვიცით, მისი წრე, ყველაფერი იციან, ან თუ მე ვიცი, მათაც იციან, მაგრამ იხენებენ კი ამ სოდნას სტრატეგიების შესაქმნელად. ანუ უბრალოდ იქ წავიდნენ, რომ სულელობა ეთამაშეთ. მაგრამ მეაც მინიმალური deep state მაქვს. კიდევ იქნება გონებას ეკითხებოდნენ? შეხედე ამას. დაუბრუნდეთ სამხედრო თემას, რაც დამატებით მნიშვნელობას ძენს მოვლენებს. ნამსაწინააღმდეგო გემები, ტრიპოლი, რომელიც ახლახან აქტიურდება. ტრამპი, რომელიც სწორედ ამ საათებში, გუშინდა დღეს ამბობდა, მაგრამ თქვენ არ გეშინიათ კიდევ ერთი ვიეტნამის. კითხეს მას და მან უპასუხა, არა, მე არაფრის მეშინია. ის უკვე ამზადებს ამერიკელ საზოგადოებას boots on the ground-ზე, რაც რამდენიმე კვირის წინ ტაბუ იყო. აქ მინდა პაოლო და ეორიო, რადგან ჯორჯიომ რაც გითხრა, შეგვიძლია ისინი დავაკავშიროთ, რადგან რა აზრი ექნებოდა კარგის ამ კუნძულზე გადასვლას, სადაც პრაქტიკულად ირანელების მიერ წარმოებული ნავთობის 80% გადის. თუ დააკავშირებ, რომ შეგიძლია მოიგო იმ კუნძულის დაკავებით და ეთქვი მათ, თუ დაბრუნება გინდათ, ეხლა ჩვენს პირობებზე უნდა გააკეთოთ ეს, ასე მოიპოვებ გამარჯვებას. მათი გდარჩენა სხვა საკითხია, არ ვიცი. ეს ამერიკული საჭიროებაა და სტრატეგიულად დახურავ იმას, რასაც ტაქტიკურად ვერ იღებ, ფიქრობ ხარბის კუნძულზე კონტროლისთვის ადგილზე ფეშით ყოფნა საჭიროა, თორე რეალური კონტროლი ვერ გექნება. საინტერესოა, რომ ყველა სამხედრო ობიექტი დაბომბეს, მაგრამ ნავთობის ობიექტები არ დაუზიანებიათ. ამიტომ კითხვა ისმის, თუ ხარგის კუნძულის დასაბრუნებლად მშვიდობა უნდა გააფორმო. სწორად მივხვდი. დაითვალე ეს პაოლო, როგორც გიორგი ამბობდა, ერთადერთი შემოსავალი რაც მათ აქვს, დახსადგენად ნავთობია, სადგენად ნავთობია. ისინი არ უნდათ განადგურება, არ უნდათ კატასტროფა. ამერიკელებსაც სჭირდებათ ეს. ის მას იტაცებენ და თანხმდებიან, ფიქრობ ეს საუკეთესო გზაა კატასტროფის ასაცილებლად. თუ ისინი აღგენის უნარს დაკარგავენ, სასონეში ყველა ფილისტიმელი მოგვდება, რომლებიც უკვე დაამტკიცეს, რომ სხვებსაც ასე ექცევიან. მაქვს აზრი. არა, აზრი აქვს სტაჟირების მტკიცებულებასაც. მაგრამ არის მთელი რიგი მაგრამებისა, რომლებიც ერთი მხრიდან მეორეზე შეიძლება მოითხოვ. ეს უნდა გაკეთდეს, ან თავიდან იქნას აცილებული. მოდი გავაკეთოთ და სხვა ვარიანტები გამოვიწყოთ. ისინი იღებენ კუნძულს და კეტავენ ყველა შესაძლებლობას ირანისთვის ექსპორტზე გაიტანოს და მიიღოს სიმდიდრე. კარგი და აქ ისინი ამთავრებენ ომს, ისრაელი თანახმაა. თუ სწორად მივიღებთ მტკიცებას, რომ ამ ქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოწვეულია ისრაელის უდავო გავლენით ამერიკის ლიდერშიპზე, არ არის ისე, რომ დღეს ეს ნაკლებია. მას იგივე მიზეზები აქვს, რაც ადრე ჰქონდა. ეხლა ზედმეტი ანალიზის და უცნაური რაღაცების გარეშე შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა სახის ზეწოლა, უფრო ან ნაკლებად ორგანიზებული ლობი. შანტაჟის შესაძლებლობა პირდაპირ გზით ზოგიერთი პერსონაჟის მხრიდან ისტებლიშმენტიდან. დონალდ ტრამპიდან დაცრებული ბევრი შეიძლება იყოს, ანუ ისრაელი თანახმა ასე დაასრულოს. ეს არის ერთგვარი ესტროგენების ვერსია გასული ივნისის გავდასხმისა, ასე ვთქვათ. ამიტომ ეს ყველა გზას ღიად ტოვებს. ის ვერ აღწევს მიზანს. იმიტომ რომ რაც გვინდა რომ გვახსოვდეს, არის ის, რომ ყველა ამ ომის დასაწყისი 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ისრაელმა ტაქტიკა შეცვალა. ამ ლოგიკით ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ყველა ბრძოლის მოგებას და შემდეგ ომზე მზადებას.
მათ ფიქრობდნენ, რომ დროა თქვან, აღარ დაგჭირდება ომი, ყოველ 5, 7, 8 ან 10 წელიწადში, როგორც სხვები აკეთებენ განადგურებით. ეს მათი მიდგომაა. ეს ნიშნავს, რომ ისრაელს სტრატეგიული მარცხის მიღება მოუწევს, რადგან ეს მათ 7 ოქტომბრის მდგომარეობაში დააბრუნებს. დაახლოებით 100-ია, გარემო სრულად არ იცვლებოდა. სირია აღარ არსებობს, ლიბანი თითქმის დაშლილია, ერაყიც აღარ არის, ირანი ისევ არსებობს, მტრულობაც ისევ გავრცელებულია. რამდენიმე წელი ყველაფერი კარგად შეიძლება იყოს, მაგრამ ეს მისი მიზანი არ ყოფილა. ისრაელის მთავრობის მიზანს შეძლებს ეს ტრამპი გადაახლაპოს. ნეთანიაუსთვის თეორიულად კი შესაძლებელია მშვენიერი იყოს. რაჟირს კარგის კუნძული, რომელიც მაინც არ არის ირანისა და შეერთებული შტატების ურთიერთობა. ეს კუნძული მნიშვნელოვანია მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რადგან ირანმა შეიძლება კი პასუხოს. მოდი ასე გავაკეთოთ, რამდენი დრო დაგჭირდება. შეიძლება 1 წლითაც ჩავიკეტო, ესე ვთქვათ, ეს სისულელეა. მაგრამ შენ იმ 1 წელიწადში ამ ზოლში ვერც ერთი გემი ვერ გაიგვის, რადგან მე განვაბრძობ რაკეტების და რაკეტების სროლას, რაკეტებს და რაკეტებს და ჰორმუზი რჩება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ვართ. და შესაბამისად, დანარჩენი მსოფლიოს არაპირდაპირ ზეწოლა შეიგრძნობოდა შეერთებულ შტატებს. არ მგონია ირანი დღეს კარგის კუნძულს დაკარგოს და ზეგ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, რადგან ეს მისთვის ეგზისტენციალური კონფლიქტია. ირანიც არ უნდა რომ 8 წლის შემდეგ ისევ დაბომბო, მას სურს რომ არ დგეს ბალანსი, რომელსაც ექნება გარკვეული ერთიანობა და მდგრადობა. ომის ყველა საკითხი ფსონზეა. ვინც მიიჩნევს, რომ ასეთი ნაბიჯი ომს შეცვლის, სწორად მოიქცევა. მაგრამ ეს არ არის დარწმუნებით ცნობილი, ან სულაც ასე აშკარად არ ჩანს, რომ კარგი არის მიზიდულობის ცენტრი, როგორც ზოგი ამბობს, არა ესეთი მიზიდულობის. აქ მე გიორგი მინდა მოვისმინო, რომელიც დაგეგმვის თვალსაზრისით ამაში დამეხმარება. ეს არის მიზიდულობის ცენტრი მთელი ირანისთვის, კარგის კუნძული. იმიტომ რომ თუ გიორგი ალფარო ასეა, ეკონომიკურად ირანის სხვა ძირითადი შემოსავლის წყაროები რა არის? უნდა ჩართოთ მიკროფონი. უნდა ჩართოთ. სუსტად არ ვიცი. ამიტომ ვერ ვპასუხებ. ფიქრობ მნიშვნელოვანია, მაგრამ არ ვიცი გადამწყვეტია თუ არა. შეიძლება იყოს გადამწყვეტი, რადგან გარკვეული დროით წვეთს ნაკადს უფრო ხანგრძლივად ან ნაკლებად ხანგრძლივად ეს იწვევს ფასების აფეთქებას, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ რომ იყოს საბოლოო ღია დავტოვო თუ დავხურო, არ ვიცი. რეგიონის მიზიდულობის ცენტრი უფრო მეტად ვიდრე ირანისთვის არ არის კარხი, არამედ ჰორმუზის სრუტეა. რადგან ყველაფერი რაც კარხში იწარმოება, შემდეგ ჰორმუზის სრუტით უნდა გავიდეს ექსპორტს. ამიტომ ამერიკელებისთვის კარგის აღებას აზრი არ აქვს, რადგან ის უკვე არაფერს ექსპორტირებს. სანამ ჰორმუზი დახურულია, კონტროლის თვალსაზრისით თითქოს კარგი აქვს დაკავებული. დიახ. ჯორჯიო ხმელეთზე ჩარევას ჰორმუზის სრუტის რაიონში უფრო მეტად ენდობი. მე უფრო მჯერა საზღვაო ქვეითების ჩარევის ჰორმუზის სრუტის კუნძულებზე, განსაკუთრებით ჰორმუზზე. ქეშმის კუნძულზე, რომელიც სანაპიროს გასწვრივაა და ხელს შეუშლიდა რაკეტების სროლას ნავთობის ტანკერებზე. აბუ მუსას და სირის კუნძულები, რომლებიც სხვათა შორის პოლიტიკურად ეკუთვნის არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, მაგრამ ოკუპირებული იყო შაფის მიერ. 70-იან წლებში სანამ საამიროები დამოუკიდებლობას მოიპოვებდნენ, ისინი ყოველთვის პრეტენზიის ობიექტი იყვნენ. ირანი ყოველთვის ინარჩუნებდა მათ. ამიტომ ტრამპს შეეძლო საამიროებისთვის კუნძულები დაებრუნებინა როგორც საჩუქარ. ამ კუნძულების კონტროლით ნავთობის ნაკადი შეიძლება აზრდგეს და ისევ ამ ეტაპზე ამერიკელებს შეეძლებოდათ ნავთობის ექსპორტის გახსნა და დახურვა. ირანიანი ამ ეტაპზე შენს მსჯელობას ეთანხმები და მომწონს. მეზღვაურებს შეეძლოთ ახალი დოქტრინების ნაწილობრივ დამტკიცება.
შესაძლოა სწორედ ისინი დააყენებენ ბუშტებს, რომლებიც წლებია ცდომასა და ზონაში შესვლას უშლის ხელს. რუს და ჩინელ მოწინააღმდეგესთან შედარებით შესაძლოა მეზღვაურები ხნელეთზე გადავიდნენ და ირანელებისგან თავდაცვა შეძლონ, რომლებიც მათ ყველაფერს ესურიან. მაგრამ მათ შეიძლება შეძლონ ეს. და თუ შეძლებენ, შეიძლება შექმნან უსაფრთხოების ბუშტი, საჰაერო თავდაცვის ანტინავალური და ასე შემდეგ. რაც ნამდვილად შეიძლება გააცოცხლოს და აღადგინოს ვაჭრობა. შესაძლოა ერთი რამე მეორეს არ გამორიცხავდეს. გასაგებია. ის შეიძლება ასევე აღებულ იქნას ერთად ქურის კუნძულთან. ლეო, დაიწყე 10-ზე. იქაც 10-ზეა, გადაჩიკოვა მარნესი უკვე პუსირებას იწყებს. მოკლედ, რადგან ადრე გვაჩვენე ტრიპოლი, შემთხვევით ის წიგნშიცაა მოხსენიებული როგორც 3 Lightning Carrier ამერიკის კლასი, რადგან ეს ავიამზიდია, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. შეუძლია ატაროს F-25-ები, 20 F-25B, და ცოტა არ არის, 20 F-25B, უბრალოდ 20 თვითმფრინავი არ არის, ესენი არიან F-25B. ასევე შეიძლება გამოიყენონ დესანტისთვის, საავადმყოფოდ, ლოგისტიკურად და სარდლობის გემებად, რადგან ძალიან მოქნილები არიან. დესანტის სიტუაციაში რამდენი საზღვაო ქვეითი მოდის სხვათა შორის. პოტენციურად 2500, არა უმეტეს 2. წერტილი 500, 3 წერტილი, 1000 წერტილი მეც ვერ აიღებ, გარდა რამდენიმე კუნძულისა. და ერთი კონკრეტული რამ, სადაც არენის ქვეყნებიდან ელიტური ძალაა, შეიძლება იყოს ან რამდენად თუ არ აიღებ. მაგრამ ბევრი საზღვაო ქვეითი იღუპება. ტრამპი ამას არჩევნებამდე არ დაუშვებს. აღდგომამდე. და საერთოდ ეს გემები ერთ-ორ კვირაში ჩამოვლენ. ასე რომ დრო სჭირდება. მოკლედ, A10-ზე ცოტა ხნის წინ ლაივები გქონდა A10 B42 B1-ზე, რომლებიც ეხლა ძალიან პოპულარულია ჩვენთან, რადგან სწორედ A10-ზე ლაივში ვისაუბრეთ. ვამბობდით რამდენიმე თვის წინ, ერთი თვის წინ, რომ A10-ები ერთად იყვნენ სპარსეთის ყურეში და ერთად ვარჯიშობდნენ. იმ ტრიმარანზე, რომელიც ადრე გვაჩვენე, ეს LCS-ია, პატარა საბრძოლო ხომალდი ნაღმსაწინააღმდეგო როლით. ამ დროს A10-ები რას აკეთებენ? CENTCOM-მა გაავრცელა სურათები, სადაც ჩანს, რომ A10-ები სწორედ ამ თეატრში მოქმედებენ. თეორიულად თვითმფრინავი წელს უნდა ჩამოაწერონ, მაგრამ როგორც ჩანს მის გარეშე ვერ ახერხებენ. იმიტომ რომ ის ჩემივით ძველია, მაგრამ მაინც იქა და თავის სიტყვას ამბობს, რაღაცას აკეთებს. ცხადია, როდესაც საჰაერო უპირატესობა არ არის უზრუნველყოფილი, A10-ს უჭირს. ამიტომ ჯერ კიდევ არ გვინახავს, რომ ირანის თავზე დაფრინავდეს. მაგრამ ნამდვილად ასრულებს ანტიდრონის როლს. მის ფრთებზე დაამაგრეს IAP ჰიდრას ტიპის APK-VS-ები ლაზერული დამიზნების სისტემით, რომელიც შაჰედის წინააღმდეგ ეფექტურია. არაბები ესეთი ევროპა მუშაობს. მაგრამ A10-ები ასევე ასრულებენ ანტინავალურ მეთვალყურეობას, რადგან არაფერს უშლის ხელს A10-ის ზღვაზე ფრენა და პატრულირება. თუ ის პატარა ნავებს შეხვდება, არა ფრეგატებს ან დიდ გემებს, კარგი თავდაცვით, არამედ პატარა ნავებს. სრულყოფილია, შეუძლია ესროლოს Maverick ჰაერი მიწა-რაკეტებს ლაზერული ან ინფრაწითელი დამიზნებით, ან გამოიყენოს ცნობილი 30 ქვემეხი. ეს IAP-ის საშუალებაა მცირე მნიშვნელობით, მაგრამ ბრძოლის ველზე დიდხანს რჩება, როგორც ყურეში ფრენისას ვნახეთ. დადასტურებულია მისი გამოყენება ერახში, ხო? ტერიტორიაზე კი არის რამდენიმე მილი. მან ესროლა ერახში მოქმედ რამდენიმე მილიციას. კი, არც ერთი თითი, ალელუია. ალელუია. ეს არის 13 მარტის ირანის მილიციები ერახში, ქურთისტანის რეგიონი, ამიტომ იქ გადაიღეს. ეს არ უცოდი, ეს გამომრჩა. მაგრამ ეს არ არის გასაკვირი, რადგან ჩვენ ვხედავთ ამერიკის მხრიდან ჰაერის კონტროლის სულ უფრო გამკაცრებას. ეს არ არის უზენაესობა.
რადგან ჩვენ ვნახეთ, რამდენი რიპერი დაიკარდა 999, ასე რომ ჯერ კიდევ არ არის სრული საჰაერო უზენაესობა. ასევე ვიხილეთ F-18-ები დაბალ ფრენაში. ამიტომ ვითხოვდი, რომ სიტუაცია პრობლემაა მოცნაურ შეტაკებებში, მათ შორის მოკავშირეებში, რადგან ეს dogfight-ია, როგორც ჩანს, ახალ ვიდეოებში. ამიტომ ცოტა უცნაურია, რომ ვიღაცა ვერცნობს სამთვით ფრინავს ხიواد მანძილზე და ერთმანეთში ურევენ. ეს უცნაურია. მაშინ თქვით, რომ 3 F-15-ზე ვსაუბრობთ, ვინც არ იცის. ისინი Kuwait-ში ჩამოაგდეს. რაც ჩვენთვის უცნაური იყო 3 ერთდროულად. შემდეგ ალბათ საიდვინდერებით, მოკლე რადიუსის რაკეტებით არის ვიდეო, სადაც ჩანს ჩამოგდებული და გამშვები ერთ კადრში. F-15 MiG-20 9-ში ადულად ვერ აგერევა, მით უმეტეს რომ ზომით დიდია. მოკლედ, შენ ხო პროფესიონალი პილოტი ხარ, არა ოფისის თანამშრომელი, ასე რომ მოკლედ რაღაც საეჭვია. მაგრამ ნამდვილი სიმართლე მე არ ვიცი. მაქვს ეჭვები, რომ რაღაც იმალება, მაგრამ მტკიცებულებები არ მაქვს. ხოლოდ ტანკერის ინციდენტი CENTCOM-მა დაადასტურა, 6 ადამიანის სახელებით ცნობილია. ეს ავიაკატასტროფაა. საინტერესოა ეს მომენტი. მესმის, რომ ირანი პეტროლინით გაცვლას აპირებს, დაადასტურეთ. რა გავლენა ექნება ამას ეკონომიკაზე? ლაივში ხარ ბიოცავ. არა, უпростоად ალბათ არ გამოჩნდა, მაგრამ თუ ცოტა მოძებნით იმ გემების ტრეკინგს, რომლებიც გავიდნენ, იმიტომ რომ გავიდნენ ამდენიმე ჩინური გემი, რამდენიმე გემი, რომლებიც მაინც ირანთან, რუსებთან, ჩინელებთან და ასე შემდეგ კომუნიკაციას ამყარებენ. როგორც ჩანს, ბოლო გემმა გადაიხადა იუანებში და არა დოლარებში. ეს იყო ინფორმაცია იმ რამდენიმე გემზე, რომლებიც ახერხებდნენ გავლას და თქვენც იცით ხშირად აქვთ უცნაური ქვეყნების დროშები, არა, ტრინიდადი, ტობაგო, მსგავსი რაღაცები. სინამდვილეში ცნობილია ვისია ეს კომპანიები, თუმცა ეს მაინც ცოტა სატარებს. ეს არის რუკა ყველა გემის, რომლებიც სხვადასხვა დღეებში დაზიანდა. გესმით, რომ თუ ასეთი სიტუაცია არავინ რისკავს გემების გატარებას, თუ შენ არ გაქვს შეთანხმება. დიახ, ამიტომ იტალია და სხვა ქვეყნები ცდილობენ ირანთან გემების გატარებაზე შეთანხმებას. ამიტომ თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა არ პასუხობს ამერიკის მოწოდებას. თუ შეგიძლია შეთანხმება, ჩვენებს არ ესვრით. ხო, ამ სიტუაციას არიდებ თავს. აი მინდოდა ერთი მნიშვნელოვანი რამ მეკითხა, განსაკუთრებით ევროპული პოზიციის შესახებ ამ ისტორიაში, ეკონომიკური თვალსაზრისით. შეუძლიათ სცადონ რამე მსგავსი გააკეთონ, როგორც ფრანგები და სხვა გემები, რომლებიც იგზავნება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ვითომ დახმარებისთვის, მაგრამ ისე რომ აქტიურად არ ჩაერიო. და ამაზე ფული აიღონ, რადგან ტრამპი, როგორც ვნახეთ, ისევ ცდილობს ნატოზე ზეწოლას, როგორც ყოველთვის და ეს კიდევ ერთხელ აღნიშნა. ისევ იგივე საუბრებია, 50,000 კაცი აყვავს, 50,000 კაცი იყვავს, ვიცავთ მათ და მე არაფერს გვაძლევენ. დისმენთ პაულო. საუბარი ისელ დაზღვევებზეა. მგონია შეიძლება ცოტათი ვცდები, რომ შეერთებულმა შტატებმა ამ ტიპის გადაწყვეტა შესთავაზა. კარგი, ჩვენ გაგაცილებთ არა მხოლოდ გემებით, არამედ თქვენს დაზღვევასაც შევიცვლით, ან თქვენს გზაზე ჩვენვე ვიქნებით თქვენი დაზღვევა. ჰორმუზისთვის არსებობს ფონდი, მგონი 20 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომელიც ფაქტობრივად გლობალური დაზღვევის სისტემას ქმნის. ეს შეიძლება ჭკვიანური სისტემა იყოს. ამბობს, საბოლოოდ ეს ფული ჩემთან ბრუნდება, როცა ჰორმუზიდან გახვალ და ნელ-ნელა მიხდი, მაგრამ მაინც ირანის ხელიდან ვაცლი ერთადერთ სტრატეგიული იარაღს, რაც თითქმის სრუტის ჩაკეტვაა. საქმე კარგად მიდის. სანამ გემთლობელები დარწმუნებულები არიან, რომ გამოიყენონ შეერთებული შტატები როგორც ოისები, ფაქტობრივად ოისების ფასებში. მაგრამ თუ ნელ-ნელა დაიწყება სისტემა, სადაც ხალხი აღარ ენდობა, რადგან საკმარისია ერთი გემი ჩაიძიროს
საკმარისია ერთი ამ გემთაგანი დაზიანდეს. ეს სისტემა შეძლებს გაძლებას, რადგან ეს არის კიდევ ერთი ზეწოლის ინსტრუმენტი, კუნძულის ოკუპაციის ნაცვლად. გეუბნები, გემებს მოგცენ, კომოის დაცვასაც მოგცენ და ასევე დაზღვევასაც მოგცენ, რომ თუ რამე მოხდება არინერვიულო, მე გადაგიხდი. ეს ნიშნავს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ირანელების ხელში ძალიან ძლიერი იარაღია, რადგან ამ ეტაპზე ორი ნავთობის ტანკერს ჩაძირავენ და სერიოზულ სადაზღვევო ზიანს მოგაყენებენ. და რაც თავარია, გავრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ცხლები მაინც გაუვალია, აშშ-ში საზღვაო ძალების არსებობის მიუხედავადაც კი. ამასთან ერთად მოყვება სირცხული და ეკონომიკური ზარალი, რაც ამას მოყვება. ეს სრული სურათისთვის, რათა დავამყაროთ კავშირის სამხედრო მოქმედებასა და ეკონომიკურ ეფექტს შორის, სადაც ერთი ცდილობს მეორის შემსუბუქებას. ეს ინფორმაცია 20 მილიარდზე შეიძლება ვივსჯელოთ, მაგრამ ეს საშინელი ციფრია. ამერიკელებმა გლობალური სადაზღვევო სისტემის ნაცვლად გემთფლობელების დარწმუნება შემოგთავაზეს, რადგან ტრამპს ურჩევნია ესაუბროს მათ, არა ქვეყნებთან. საბოლოო გადაწყვეტილებას გემთფლობელები იღებენ და კაპიტნები მათ ბრძანებებს ასრულებენ, არა ტრამპის ამ მთავრობის. თუ შეძლებს დარწმუნებას, ეს არის ციფრი. forse riprendono. თუ არა, ფიქრობ მათ სურდათ ევროპელები ჩაერთოთ, რომ ეულოთ და დაეცვათ ისინი. მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია სახელმწიფო დაზღვევის შექმნა კონგრესის გარეშე. ეს ტრამპის ხოვლის შემძლეობის ბოდვას ჰგავს. გიორგი, რაზე გაგურვები ხარ? მან იერიში ფიშკისთან საერთაშორისო სამართლის მხრივ მიიტანა, არა მშვიდობის როტარელებმა. მაგრამ ტრამპის გარანტიები რის საფუძველზე იქნებოდა მათი ღირებულების ბერკეტი, გასაცემ საჯაროვალზე თუ უკვე გაცემულ საჯაროვალზე. თუ ადამიანი ცოტა დაფიქრდება, დაინახავს, რა არის გარანტია, რა გარანტიას გაძლევენ. და ის დაზღვევა, რომელიც გააფორმე, იქნება საკმარისი, შენ უნდა გქონდეს ქონება ამისგან. მაშინ ის დააყენებს საჯაროვალს, მიმდინარე თუ მომავალ საჯაროვალს. თუ გემებს დააზღვევ, კითხულობ. დაზღვევის მისაცემად. ყველასთვის, ასე არ არის. ეს უბრალოდ სიტყვებია. რომე? რომ ეს უბრალოდ სიტყვებია, მე დარწმუნებული ვარ. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია არა გემებისთვის დაზღვევის მიცემა, არამედ ირანისთვის იმ სტრატეგიული იარაღის წართმევა, რაც მას აქვს. თუ ფულის გადახდით, მოსყიდვით, დაშინებით, ან ამ ყველაფრის ერთად გამოყენებით ტრაფიკის აღდგენას შევძლებ, ირანს ძალიან ცოტა ბერკეტი დარჩება ზეწოლისთვის. მაგრამ ტექნიკური დეტალები არ ვიცი, ტექნიკურად არ ვიცი. შეიძლება ის უფრისხებულია, ამიტომ შეუძლია გააკეთოს რაც უნდა. ეს ეკონომიკურია. თუ გიორგი გეგმა ითვალისწინებს 20 მილიარდი დოლარის საზღვაო დაზღვევას, სადაც ჩაბი წარმოადგენს Power Partners გემების დაზღვევის უზრუნველყოფაში. ხო, ასე რომ, კარგი, უნდა გაანაწილოს რისკი. მე არ ვიცი, იმიტომ რომ ესე დაახლოებით მე ეჭვება რომ 20 მილიარდი საკმარისი იყოს. გონია რომ ისინი მეც ჩადებენ საქმეში, ციფრები მარალია, კარგად მახსოვს. რჩება შტაბ-ჭდილება რომ ეს მხოლოდ სიტყვებია, ვებია. უფრო ელეგანტურად რო ვთქვა ბალონდესზე, ამის აგდებს და უყურებს შედეგებს. ალბათ 20 არ არის საკმარისი, რადგან თუ პირველი გაყოფილია 20 ხდება 30, 50. მერე 20 ვიმოგცემს. მაგრამ თავარი ტყუილები საკმარისია არ აღმოჩნდა, საჭიროა მეთაურების ტყუილებიც. ხალხის დახმარება, თუმცა საჭირო არ აღმოჩნდა და დაზღვევა. იმიტომ რომ მაინც არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ რაკეტები ერთი მხრიდან მეორეზე გადადის ექსეთში. ეს საშობაო კომედია, ფანტასტიკურია. და გააკეთო დიასახლისის პროტესტი. თუ ტრამპის სადაზღვევო გეგმა სანდოა, ეს რას ნიშნავს? ის ნიშნავს, რომ არსებობს ალბათობა, რომ იმუშავებს. თუ არსებობს ალბათობა, რომ იმუშავებს, ლოიცი დაგაზღვევდნენ. თუ არ გაზღვევენ, არ ჯერათ. ჯერათ, უცნაურია, რატომ არ უნდა ჯეროდეს ლოიცის, რომლებიც 300 წელი ამ საქმეს აკეთებენ და ჯაშუშური სერვისიც აქვთ.
სწავლისთვის უნდა ენდოს სხვებს.ად მოცემულია 20 მილიარდი მონაცემი, რომელიც შეზღუდულია მხოლოდ კრიტერიუმებს დამაკმაყოფილებელ გემებზე და ფოკუსირებულია კორპუსზე, მექანიზმზე და ტვირთის დაზღვევაზე. 5 დღის შემდეგ DFC-მ გამოაცხადა, რომ გახდებოდა მთავარი სადაზღვევო პარტნიორი სხვა ამერიკელ დამსვლელობთან ერთად. ადმინისტრაციამ არ შექმნა უნივერსალური იაფი და პირდაპირი დაზღვევა ყველა ტვირთისთვის. არამედ მხოლოდ შეზღუდული დაცვა კერძო დამზღვევებისგან. არ ვიცი, მაგრამ გენთფლობელი რო ვიყო, ლოიც ვენდობოდი. რასაც ისაკეთებ მაპატიეთ, ჩავერთვები, მაგრამ ეხლა გაუკოლობა. ეს სიტუაცია გავს იმას, როცა ულტიმატუმები თავს ესხმოდნენ, მაგრამ შემდეგ სტეროიდების გარეშე აღარ ესხმოდნენ თავს. საკმარისია მხოლოდ ერთი choke point-ი, ან აუცილებელი საზღვაო გასასვლელი მცირედ იყოს მუხარის ქვეშ, ერთი დრონი კვირაში რო შიში დათესოს, ეს უკვე აღარ არის უსაფრთხო გასასვლელი. ეს არის ფაქტი, რამდენად არასტაბილურია სიტუაცია, არ ვიცით რამდენი ნაღმია. 1 თუ 10,000 წარმოდგენა არ გვაქვს. ესეთი რამის დაზღვევა როგორ შეიძლება, რა ფასად დააზღვევ? იმ გემის გასვლა ალბათ გამოუვა, ან ვერ გამოუვა. მათ არ აქვს წარმოდგენა, რადგან ეს ძალიან ბუნდოვანია. ჯერ კიდევ ვერ გავიგეთ, ორმუზის სრუტე დანაღმულია თუ არა. არ ვიცით. დიახ, არსებობს ტიპები, ზოგი მძინარია, ზოგი მხოლოდ სამხედრო გემის გავლისას აქტიურდება და ზოგი კონკრეტულ საათზეა დაყენებული. მაგრამ დარწმუნდი თუ რამეა. მაგნიტური ველისგან, ხო? ისინი ბევრი არიან. ამიტომ საზღვაო ძალების რომელიმე კოლეგა ვინც იმ მხარეში დასურავდა, ასე თქვა, ირანელების ნაღმების არსენალი ტექნოლოგიურად ისეთია, რომ პირველი მსოფლიო ომიდან მოდის, რომ წარმოდგენა ჰქონდეთ, ის პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროინდელი. ისიც ის ეკლებიანი ბურჯის ნაღმები, ხო? ალკუნი ზოგი ნაღმი, მაგალითად ჩვენი მანტა, რომელიც დაახლოებით პირამიდას გავს და ფსკერზე დებენ, რთულად აღმოსაჩენია. აქ აქვთ ელექტრომაგნიტური, აკუსტიკური და სხვა ნაღმები. ვარაუდობენ, რომ მათი ნაღმების არსენალი, რომლებიც მათ მიერაა წარმოებული, ნაწილი ჩინურია, ნაწილი ჩრდილოეთ კორეული, ნაწილი რუსული, ჯამში დაახლოებით 100-ია. ამბობენ, რომ ზღვაში 2-დან 6,000-მდე ნაღმია, მაგრამ სად, რომელი და როგორია, არავინ იცის. საინტერესოა, თუ გინდათ ამაზე მერე ვილაპარაკოთ. დაუშვათ, ომი დღეს დასრულდება და ირანელები კამენეის თავზე ფიცს არ დადებენ, თუ თავი კიდევ დარჩათ. რომლებმაც ნაღმები არასდროს დაუდიათ, მაგრამ ამბობს, ნაღმები დავდეთ და არ გეტყვით სად. დავიწყოთ განაღვის დროებზე ფიქრი. იცით, რა სიჩქარით მოზრაობს ნაღმების გამნაღმველი? 1 კვანძი ნიშნავს 1 მილის საათში, 10 საათში, 10 მილის სიგრძის ზღვის ზოლს გაივლის. ბოლო დიდი განაღმის ოპერაცია იმ მხარეებში ქუვეითის წინ იყო სადამ ჰუსეინის ნაღმებით, თავად სადამ ჰუსეინმა ძალიან თავაზიანად სანამ ქისერს მოუგრეხდნენ, მისცა განაღმის ველები, სად ჰქონდა ეს ნაღმები ჩადებული. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით სად გვეძებნა და იქ 30 ნახსაწინააღმდეგო გემი იყო მსოფლიოდან, ოპერაცია 4 თვეზე მეტხანს გაგრძელდა. და იტალიელებიც იქ იყვნენ? იტალიელებიც იყვნენ იქ. ეს ოდესის სანაპიროსთან მაშინ გააკეთეს, როცა უკრაინელებმა ცოტა დანაღმეს და ვიღაცა მოძრაობდა. ეს ოპერაციებია იმის სათქმელად, რომ არაა ესე, რომ ხვალ დასრულდება და ერთ თვეში ისევ გაიხსნა. თუ არსებობს ნაღმების საფრთხე, რატო არ უნდა იყოს საფრთხე? უნდა იყოს, როგორც კარგად ამბობდა ლეო, უნდა იყოს დარწმუნებული, რომ იქ არ არის ნაღმები. იცით, პირველ პერიოდში მეზღვაურები ხვებოდნენ, რომ განგაშტეხდნენ ნაღმებზე, მაგრამ სინამდვილეში მაცივრები იყო. წყალში მოტივტივე მაცივარი ნაღმს გავდა. საზღვაო ძალებმა აკრძალეს შავი ტომრების ნაგვით ზღვაში გადაქრა, რადგან ისინი მოტივტივე ნაღმებს გავდა. წარმოიდგინეთ, რა დონის დაძაბულობა იყო ამ საკითხში, ასე რომ გაითვალისწინეთ, განაღმვის ოპერაცია, რომელშიც მთელი მსოფლიო უნდა მონაწილეობდეს, შვიდობიან პირობებში, რამდენიმე თვეს სჭირდება. ამიტომ ჰორმუზი
თუ დღეს დასრულდება ომი, ჩვენ მაინც ჩავარდებით საშინელ არეულობაში. მაპატიეთ ესეთი გამოთქმა ბალკანელებისთვისაც კი მინიმუმ. ფერალ საფხულის ნახევრამდე ან მეთხას. ჩვენ შეგვიძლია ჩავერიოთ. მით უმეტეს რომ იტალიას ქუვეითთან მეგობრული ურთიერთობა და სტაბილური სამხედრო ყოფნა აქვს. ახლა არის ეს საკითხი, რომ პრედატორი დავკარგეთ, 4 ევროფაიტერი გვყავს და კარგად მუშაობთ. სოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ვითვლებით, გვყავს ნაღამსაწინააღმდეგო გემები ლერიჩისა და გაიეტას კლასის, დაახლოებით 25-30 წლის, საკმაოდ ძველი ტექნიკაა. ვიცით როგორ გავაკეთოთ და კარგადაც გამოვდის. ეს მარტო არ გამოგივა, ასე უნდა გააკეთო. ტრამპს შეეძლო ეთქვა. ყველაფერი გაგზავნეთ. გასულჯერ იაპონელებიც ჩამოვიდნენ ნაღმების გასანადგურებლად. ინდოელები, ჩინელები, ბელგიელები, საზღვაო ძალები. ბელგიის საზღვაო ძალებში თითქმის ყველა ექსპერტია. იცოდი რომ ბელგიის საზღვაო ძალებმა ნაღმების გაუნებელყოფის დოქტრინა იტალიისგან აიღეს. ანუ ჩვენ მივეცით მათ ჩვენი დოქტრინა. როგორ კეთდება, მოკლედ დოქტრინა იმისთვის, რომ აუხსნა როგორ კეთდება. მაგრამ მაინც რჩება ის პერიოდი 4, 5, 3, 6 თვე, რაც მთავრდება. ხო, მაშინ დავიმახსოვროთ, რომ ინდოელებსაც პირველ რიგში აინტერესებთ, რომ ნაკადი სწრაფად აღდგეს. ამიტომ ისინი თავის მხრივ ალბათ ორგანიზდებიან, რომ თავიდან აიცილონეს. არის ერთი კითხვა. დინდა ჩინეთსა და რუსეთს შორის ომი დაიწყოს. რუსები დონბასში ჩარჩნენ, ჩინეთმა 2 ნავთობის მომწოდებელი დაკარგა. ამერიკელები კი ირანში ჩართულები არიან. არავის უნდა რამე გააკეთოს, პირიქით თითქმის უხერხულად არიან. არის თამაში რისკი, როცა არ იცი რა ქნა, თავს ესხმი. კამჩატკა არის, მაგრამ მერე სხვათა შორის ის ცნობილი ტრიპოლი სწორედ წყნარი ოკეანის კვადრანტიდან მოდის. და ეს უცნაურია, რადგან ტრამპი ენდობა და იღებს ესეთ აქტივს იმ ადგილიდან, რომელიც უნდა იყოს შეერთებული შტატებისთვის პრიორიტეტული კვადრანტი. ხედავთ ციგნს, უცნაურია. ის ირანის საკითხზე დებს ფსონს და მაინც ბიჭებო, კარგია რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გაამახვილოს ყურადღება ამერიკებზე საკუთარ ნახევარსფეროზე. ძაღლების ფეხების აღჭურვა. ახალი მორონის დოქტრინა სწორად მოიქცნენ, თორე უცნობია რა იქნებოდა. ნაიკები ძალიან გაბრაზებულები არიან. ვენსი თითქმის გაუჩინარდა, რუბიოც აღარ ისმის და ეხლა ჩნდება კრისტიან კუფინის კითხვა. ინგლისელი დიპლომატის თქმით, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის მოლაპარაკებებზე იყო, ამას ვიტკოფი და კუშნერი აკეთებენ, რომლებიც ისრაელის აქტივებად მიიჩნევიან. ეს ასე არ არის მცდარი, რადგან თუ ვინმე ნახავს, რას ამბობდა ვიტკოფი The Hill-ში 33 თებერვალს, ის ამბობდა, რომ ბირთვული ბომბების დამზადებამდე 1 კვირა აშორებდათ. 3 წელი კი არა, 1 კვირაც კი ნაკლებია იმაზე, რასაც მისი სადაზვერვო სამსახურები ამბობენ. ეს ბიბის სველი ოცნებაა. დიდი ალბათობით იმუშავეს ტრამპს დიდი არაფრის შეცვლა არ სჭირდება, რადგან თავად ხშირად იცვლის ნათქვამს. 12 წუთში 6 ჯერ. ამიტომ ფიქრობ, რომ საკმაოდ ადვილია მოატყუო და დაარწმუნო რამეში. ამიტომაც თუ გავაანალიზებთ მიმდინარე მოვლენებს, ისრაელი მხოლოდ სარგებელს იღებს, როგორც სტრატეგიულად, ისე ტაქტიკურად, რაც ამ უნდა იყოს, ირანმა უზარმაზარი ზიანი მიიღო და კარგა ხანს ვერ შეძლებს საპასუხო ქმედებებს. მე გარუინო ვამბობ, თუ ანტისამყაროს ომი დაიწყება, ჩემი ბრალი არ იქნება. და წინა შემთხვევებში. წინა შემთხვევებში, როგორც ჯორჯიო გრაცია ამბობს, არ უნდა გადაკვეთოს ხიდები სარაევოში. თავარი ესა. სარაევო. მადლობა. მინდოდა ერთი რამ მეთქვა. თქვენ თქვით. თქვენ თქვით არა, პირველი მსოფლიო ომის ამბავზე იწყება. და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის სახელმწიფო ვალი, რომლებიც იყვნენ მტრები ომის გამოცხადების დღეს. არავინ არ მოძრაობს, იცვლება ფასები
ისინი ფიქრობდნენ როგორც პოლიტიკოსები და გენერლები, რომ ომი გაგრძელდებოდა, ამიტომ ფინანსურმა ბაზრებმა არ რეაგირეს. ფინანსური ბაზრების დღევანდელი არარეაგირება, ეს ასე ვთქვათ, ირიბი კითხვა, არის ევროპული საჯარო ვალის ხელახალი გამოცემა სარაევოსთვის. გეუბნები, გაგრძელდება 2 თვე და ეს შეცდომა. თუ სწორად ხედავენ, ესეც იმ სერიიდანაა, რომ ფინანსური ბაზრები ყოვლის შემძლე არაა. მაგრამ მოიცადე ჯორჯიო, შენ ეკონომისტი ხარ და შენ უნდა უპასუხო ამ კითხვებს, არა ჩვენ. ეს ფალფორმოა, რომელიც ყველაფერს ატრიალებს ჩვენს გარშემო. ბოდიში ეკონომისტი და ჯორჯიო მულოაც არ იცნობენ და აკეთებენ იმას, რაც ჯერ არ გაკეთებულა. ბოლო 8-10 წელია ერთი კრიზისიდან მეორეში გადავდივართ. COVID-ი, ომი უკრაინაში და სხვა. განა ბაზრებმა, ან მათ ვინც ბაზრებში მუშაობს, არ განივითარეს კრიზისების მართვის მექანიზმები, რადგან ესე ბევრი რამ მოხდა. თანმიმდევრულად მუდმივად ხდებოდა გადარჩენები, ბოლო წლების ფინანსების ნამდვილი ისტორია ცენტრალური ბანკების ჩარევაა. და რომელი ცენტრალური ბანკები იყვნენ ისინი, ვინც, ესე ვთქვათ, ლიკვიდობით დაატბორეს ბაზრები. ცენტრალური ბანკი ჩვეულებრივი საკრედიტო ბანკების ობლიგაციებს ისევ ყიდულობს. ამ ბანკებს ახლა ბევრი ლიკვიდობა აქვთ, რადგან მათ გააკიდეს პასიენ კაღალდები. ამ ლიკვიდობას რეალურის ნაცვლად ფინანსურ ბაზრებში იყენებენ. ამიტომაც ფინანსური აქტივების ფასები ძალიან იზრდება, რადგან ლიკვიდობა რეალურის ნაცვლად ფინანსურ ეკონომიკაში მიედინება. ამიტომ ფინანსური ბაზრების ზრდა თითქოს არაფერი მოუხდარა ფარავს, ესე ვთქვათ, ცენტრალური ბანკების მხრიდან ფულის მიწოდების წარმოუდგენელ ზრდას. ამიტომ ეს ძილის წამალს გავდა, რის გამოც ფინანსური ბაზრები ლიკვიდობით ზრდას განაგრძობდნენ. არავის უფიქრია სწორი იყო თუ არა, ეს არის ისტორია. თავარი კითხვაა, რა ფსონს დადებენ ფინანსური ბაზრები. ისინი ამას სერიოზული კრიზისის შემთხვევაში შეძლებენ. ცენტრალური ბანკი კვლავ ერევა და ხიდულობს საგვერდო ბანკების სახელმწიფო ობლიგაციებს. ამ ეტაპზე ლიკვიდობა ისევ ბაზრებში წავა, ამიტომაც ბაზრები არ ჩამოიშალა. თუ ასია, სინამდვილეში არავინ იცის როგორ არა. მინდა მხოლოდ თქვა, რომ სარაევოს ევროპული ობლიგაციების უკან იდგა ის, რომ ვერ გაიგეს რა ხდებოდა. დღევანდელი აქციებისა და ობლიგაციების ბაზრების სიმშვიდის უკან ალბათ უფრო მეტია ვიდრე 40-ზე ან ვინ იცის რაზე გამოტანილი შეფასება. არსებობს იდეა, რომ საბოლოოდ ცენტრალური ბანკი ჩაერევა, მაგრამ არა პროცენტების ცვლილებით, ყურადღება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ხიდით, ანუ ბანკებისთვის ლიკვიდობის მიწოდებით, რომელსაც ისინი საბოლოოდ იყენებენ. ასეთი სისტემისთვის ეს ანალიტიკური პრობლემაა და ფინანსურ ბაზრებს მსგავსი შეფასებები არ უნდა მივაცევროთ. საინტერესოა, რასაც ამბობ ჯორჯიო. რამდენიმე დღის წინ პირდაპირ ეთერში ხელოვნური ინტელექტის ერთ ასპექტზე ვსაუბრობდი. ასევე ვისაუბრეთ BlackRock-ის Aladdin-ის პირველ პროტოტიპებზე. ეს არ არის უბრალოდ პროგრამა, რომელიც სპეკულირებდა აქციებზე. ის ცდილობდა დაენახა აქციის მოძრაობა საუკეთესო. და ყველაზე ცუდ სცენარში და პროგნოზირებდა სტაბილურ მოძრაობასა და მოგებას. ალბათ უკვე ყველა გააკეთებდა გამოთვლებს, თუ როგორი შეიძლება იყოს სცენარი 3 თვეში, 6 თვეში, 9 თვეში და ასე შემდეგ. ისინი უკვე იციან როგორ მართონ ეს, მით უმეტეს რომ არსებობს ზღვარი. მე სამხედროებს ვეკითხები, არსებობს თუ არა ტექნიკური ზღვარი. გვაქვს ავიამზიდი დოკში, ავსებენ საწვავით და სხვა. ხვალ სხვებიც, რომლებსაც ხანძარი მოუვიდათ. რამდენ ხანს შეუძლიათ ოპერირება, სანამ შესვენება დასჭირდებათ. შენფისაც ლეო ეკიპაჟი შენახვა და ასე შემდეგ. რამდენად თვითკმარი არიან ისინი ამუნიციის, საკვების მხრივ, საწვავის გამოკლებით. ვიცი რომ შეუძლიათ 1-20 წელიწადს გარეთ არ გავიდნენ, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი დაღლილობა, ადამიანები, უჯრედები და ასე შემდეგ. უპასუხე არა. ადრე სამხედროები ახსენე, მეც რიგში ჩავდექი. ყველასავით მეც ჩავდექი, იმიტომ რომ ეს ნაწილი ასე ვიცი. მე გაუნათლებელი ვარ ურიკის ბოლო ბორბალი. არსებობს ლოგისტიკური მომარაგების სისტემა. საბრძოლო გემებს გარშემო ყავთ ლოგისტიკური გემები, ჩვენს ყავს უკანოს კლასის, სწორედ ამისთვის გამოიყენება
თეორიულად მათ შეუძლიათ ერთ თვეზე მეტიც გაძლონ, ალბათ ორიც კი, თუ რეგულარულად მარაგდებიან. მაგრამ არის კიდევ ადამიანის დაღლილობის საკითხიც. ეს ასევე ეხება ისრაელსაც, რადგან ამ ომის დასაწყისში მათ გამოიყენეს 200-ზე მეტი გამანადგურებელი, შეიძლება მეტიც. მე ვფიქრობ, რომ მათ ჰყავთ 250-300, ეს ბევრია, ამ ტექნიკის მოვლად საჭიროა. ამიტომ ავიამზიდზე არიან. შემთხვევები უკვე შეიძლება იყოს სიმპტომური იმისა, რომ ყველა ტექნიკა კარგად მომზადებული არ იყო და იწყება სტრესისა და უყურადღებობის დონე. არსებობს პილოტებისა და ტექნიკის მოვლის პერსონალის დაღლილობა. ვამბობდი, მერე არის ეს. არსებობს 65 საბრძოლო თვითმფრინავი საშუალოდ ნიმიცისა და ფორდის კლასის ავიამზიდებზე, შეიძლება მეტი იყოს, მაგრამ საშუალოდ 67-65. ეს მხოლოდ საბრძოლო თვითმფრინავებია, შემდეგ ვერტფრენები, ჰოკაი რადარის თვითმფრინავები, ჰოუკები, საფოსტო თვითმფრინავები და სხვა, სულ 65 საბრძოლო თვითმფრინავი. არის პიკები, შესაძლებელია დღეში ბევრი გაფრენა იყოს, ზუსტი მონაცემი არ მაქვს, მაგრამ შემიძლია ვიპოვო. საბოლოოდ უნდა დაუნორმალიზდეთ, მგონი search ქვია, როცა გაფრენების რაოდენობა ძალიან მაღალია. შემდეგ ეკიპაჟს დასვენება და ტექნიკის მოვლა სჭირდება. დროის განსაზღვრა რთულია, ბევრი ცვლადია. შეუძლებელია ავიამზიდით განუსაზღვრელად გაგრძელება, რადგან მხოლოდ ერთი ავიამზიდია სპარსეთის ყურის წინაშე. ფორდი უკვე ჩამოსული იყო, შემდეგ ხანძარი მოხდა და როგორც მახსოვს, ბრუნდება კრეტაზე, თუმცა დარწმუნებული არ ვარ. კიდევ ვიღაც მოდის, ბუში მგონი არ მახსოვსა, ალბათ ატლანტიკის შუაშია. ერაღი 2003 წელი 5 ავიამზიდი იყო. მეხსიერებით ვამბობ, კარგია რომ პაოლო მეხმარება, ხელს მაძლევს ნამდვილად 5. Quindi რაც უფრო წინ მივდივარ, მით უფრო მგონია, რომ განლაგება სრულყოფილი არ იყო, როცა ეს დაიწყო, განლაგება ფორმირების პროცესში იყო და მოხდა აჩქარება ცნობილი მიზეზების გამო. იმიტომ რომ ყველა არ უყურებდა ყველა პირდაპირ ეთერს. მიზეზი, რატომაც ეს დღის კონკრეტულ საათზე დაიწყო, მაშინ როცა ჩვეულებრივ ღამით იწყებდნენ, რა იყო? აქ არის გარკვეული პოლიტიკური მახე. მათი მოწვევა საპარლამენტო მოლაპარაკებებზე, სწორედ ამისთვის დაბრუნდნენ და შეიკრიბნენ, რომ ამერიკელებთან და ჰუმანიტარებთან განხილულზე ესაუბრათ. იქ დაარტყეს, რადგან ისინი შეიკრიბნენ. ეხლა ცუდად ფიქრით ცოდვაა. ბიბი ტრამპი ნაკლებად წარმომიდგენია ესეთ მახეს მოიფიქრებდა. მაგრამ ისრაელელებმა მისცეს მათ შეკრების მიზეზი. და რომ მოვიყვანო მაგალითი ფილმიდან Glorious Bastards, მაგრამ ჯერ კალათში ომები ადრე თუ გვიან თავდება, ისე უნდა შევიკრიბოთ. და რა ფასი აქვს ახლა შენ სიტყვას? თუ შენი წარსული ისაა, რომ ყოველ ჯერზე როცა 3-ს ატარებ, ან არასრულებ შეთანხმებას, ან კლავ იმ ხალხს, ვინც მასში მონაწილეობს. გესმით, რომ ესეთ რამეში ვალდებულებას როცა იღებ და სახლში ბრუნდები, გიხურებენ და გეუბნებიან, კი ხო, ვიმედოვნებთ, არ ვიცი. ყოველთვის იმედგაცრუებულები არიან და ახსოვს, როცა კი ხო, ყოველთვის ვიმედგაცრუებით. ნახე, მაგალითად, ქურთები. მეხუთე უთხარი, წადის წინ, მერე მოვალთ მეთქი. ეხლა ცოტა დავფიქრდებით მეთქი. წარსულის გამო, ბოლო 4-ჯერ როცა წინ გაგვიშვით, ჯერ მტრებმა გვესროლეს. მერე თქვენ ზურგიდან დაგვესხით. ამჯერად ეს თქვენ გააკეთეთ. ქურთებს ბოლოს მაინც ბევრი არჩევანი არ აქვთ. უთხარი, თუ გინდა სახელმწიფო იბრძოლე ამ ბოლო ომში. თუმცა მეხუთედ რომ მეუგნებიან, ამჯერად ნაკლებად დაიჯერეს. ამიტომ დადგება დრო, როცა უნდა შეფასდეს, რამდენად ფასობს სახელმწიფოების სიტყვა. დაიმახსოვრეთ, სახელმწიფოს სიტყვა სტრატეგიული და ძალიან ძლიერი იარაღია. პაოლო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხე, რადგან ამ შეხვედრაზე ეს წამოაყენეს. შემდეგ ანადგურებენ ჰამასის ლიდერებს, ალბათ ირანთან ერთად. თქვენი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში რა შედეგი ექნება ისრაელის სტრატეგიას
როცა ყველაფერს ანადგურებს ანგარიშების გასასწორებლად. ფიქრობ, არც ერთი კოალიცია მხოლოდ შიშით არ არსებობს. თუ გინდა მსოფლიოს რომელიღაცა ნაწილში ლიდერობა და მეზობლებისთვის შიშის ჩასახვა. მოექცე როგორც მილსაბეს და კარტოს ბოლორობს და იცოდე რომ ერთადერთი არჩევანი რაც მათ აქვთ არის ან გაჩუნდნენ, ან დაემორჩილონ, ან თავში ბომბა მიიღონ როგორც ალიანსის წინაპირობა. შორსაც არ წახვიდე. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თუ ვინმე შეხედავს ისრაელის ტერიტორიულ ზომას, რომელიც ცოტათი უფრო დიდია ბასილიკატაზე, ეს უბრალოდ ფაქტია. 9 მილიონი ადამიანია და გარშემო 400 მილიონი, რომელთაც სულ დამორჩილებულები მოექცნენ. ესეთი რიცხობრივი წინაპირობები არ არსებობს. არ არის. თუ არ აიძულებ ისრაელს ომის ან გაფართოებული კონტროლის ქვეშ იცხოვროს, ამის თავიდან აცილებას უგდა ამ ყველაფრით, რასაც ის აწყობს. აქაც არის აბრაამის შეთანხმებები, რომლებსაც ჩვენ ვახსენებთ, ეს მაშინ იყო, როცა არავინ ისროდა. თუ არავინ ისვრის და დუბაიში იმიტომ მიდიან, რომ იქ კარგად არიან, ირანი კი შეზღუდულია. კარგი, ვსაუბრობთ აბრაამის შეთანხმებებზე, მაგრამ დღეს აბრაამის შეთანხმებებზე საუბრობენ. სირია გაქრა, ლიბანი იჭამება, ირანს ბომბავენ. თუ ვინმე იმ ხარეშია და ვინ თქვა, რომ ეს 10 წელიწადში მოხდება, შეიძლება მე მომიწიოს, რადგან აღარ ვესადაგები თელ-ავივის ტრალუის სტრატეგიას, მაგრამ რატომ გავაკეთო ეს? ამ განტოლებაში უნდობლობა შევიდა, დიდი სიყვარული არასდროს ყოფილა, ხოლო სარგებელი იყო უნდობლობასა და სარგებელს შორის. საერთო ჯამში სპარსეთის ხურის რომელიმე სახელმწიფოს უფრო ხელსაყრელი იქნებოდა კონდეს შეთანხმება სიმშვიდე და ირანთან, რადგან იქ მას უწევს ცხოვრება. ქატარი და ემირატები ირანის პირდაპირ დგანან და ბალანსის პოვნა სჭირდებათ. რადგან ირანმა აჩვენა მათ, რომ მიუხედავად იმისა, რამდენადაც ამერიკელები იცავენ მათ, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მხრიდან თავდასხმის ქვეშ არიან, 4 ქვემეხის გასროლაა საჭირო. მათ კარგად იცავენ მოქმედებებს შორის ბალანსს, თუმცა მათი ეკონომიკური და რეპუტაციული სიმდიდრე იკარგება. ამიტომ მათთვის ჯობს ბალანსი იპოვონ ავივთან, თეირანთან, ვიდრე ვინმესთან, ვინც ვერ შეძლებს მათ დაცვას. 100-დან 100. ეს ბოქლების ბოლოებია, ვიღაც უკვე ფიქრობს. თემიდან გადახვეულ კითხვებს ბოლოში დავტოვებთ, ესე რომ ეხლა ნუ მკითხავთ, მერე გამახსენეთ. ნახეთ, რომ ზელენსკიმ ანტიდრონული დაცვა შესთავაზა, მას ცუდად მოექცნენ. გუშინ ზელენსკიმ თქვა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში 200-ზე მეტი ექსპერტი გაგზავნეს. ეს ტრამპი იყო, რომელმაც ჯერ თქვა დიახ, მერე არა. ბაბი ბუსე როგორი იყო ის? უკვე 200 უკრაინელი ექსპერტი გაიგზავნა 4 ქვეყანაში. კუვეიტში, ბრეშაში, ბარეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამებულ საამიროებში და სხვაგან. ზელენსკის ოფიციალური განცხადებაა, ავიცი რატო აქვს ხალხს ისევ მასზე აკვიატება. საინტერესოა ვიხილოთ ორბანი უნგრეთში, რომლის მთელი კამპანია ზელენსკი. იმდენად, რომ მეორე მადიარმა ერთ მომენტში თქვა, მოიცა აქ მეც ვარ. დიახ, ანუ არა ის, რომ მარტო ვართ, ორნი ვართ, სამნი ვართ. ამიტომ საინტერესოა ნახო, რამდენად ჩაციკრულები არიან ზოგი ამ საკითხებზე. კარგი, კიდევ არის საკითხები, რომელზეც გსურთ ისაუბროთ. ორიო გინდა უპასუხო. მაგრამ ნდობის საკითხი მე მეგონა რომ უფრო ამერიკაზე საუბრობდი და ნდობა შეერთებული შტატების მიმართ. და ეს არის ლიდერობის პრობლემა. ტრამპის. რადგან ტრამპი პირდაპირ ეკანებს შეერთებულ შტატებს, თითქოს ეს იყოს ყველაზე დიდი სათამაშო მსოფლიოში, ის არის ამ სათამაშოს მფლობელი და უბრალოდ სურს გაერთოს, აშკარად არ აინტერესებს რა მოხდება მისი პრეზიდენტობის შემდეგ. ამიტომ კი ის ფაქტობრივად მნიშვნელოვნად აზიანებს დანარჩენი მსოფლიოს ნდობას შეერთებული შტატების მიმართ. რატომ რბილი ძალა? ამერიკელების რბილი ძალა ალბათ ყველაზე ძლიერი ბარათი იყო, რითაც შეერთებული შტატები თავის ჰეგემონიას ამყარებდა მსოფლიოში.
და ტრამპი ამას აზიანებს. იმდენად მართალია ეს, რომ როდესაც ის კამათობს კანადასთან, ევროპასთან, ავსტრალიასთან ან იაპონიასთან, ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ კანადა, იაპონია და ევროპა იზოლირებულები იქნებიან. ის არის ის, ვინც იზოლაციაში რჩება და სხვები, ვისაც ის ესხმის თავს, უფრო მეტად ერთიანდებიან ერთმანეთში. იმიტომ რომ ისინი უფრო მეტად ენდობიან ერთმანეთს და სხვებს, ვიდრე მას. ამიტომ ეს არის პრობლემა, რომელსაც ალბათ ტრამპის მემკვიდრეც, თუნდაც დემოკრატი იყოს, მოუწევს დაპირისპირება სოფლიოს დანარჩენი ნაწილის მხრიდან ნდობის სერიოზული პრობლემა. რაც შეეხება ისრაელს, აქ ცოტა ნაკლებად ვეთანხმები, რადგან ისრაელის მხრიდან მისი მოწინააღმდეგეების ლიდერების მიზანში ამოღების სტრატეგია არის ტიპური სტრატეგია ასიმეტრიული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. ან თუ გლებავთ, ეს არის ანტიტერორისტული სტრატეგიის ტიპური მაგალითი. მიზანში იღებენ, უთხამენ და აშორებენ მოწინააღმდეგის ლიდერებს ზემოდან ქვემოთ, ასიმეტრიული მოწინააღმდეგე. და რადგან ისრაელის მოწინააღმდეგეები, ნამდვილი მოწინააღმდეგეები, რომლებიც ფიზიკურ ზიანს აყენებენ ისრაელის მოსახლეობას, არიან ასიმეტრიული მოწინააღმდეგეები, ცხადია ისრაელი. არ დგება კითხვა, რომ თუ ჩემი მოწინააღმდეგის ლიდერობას მოვაშორეთ, ბოლოს ვისთან უნდა ვიმუშაო. ისრაელი არასდროს აწარმოებს მოლაპარაკებებს ტერორისტებთან და ყველა ასიმეტრიულ მოწინააღმდეგეს ტერორისტად აცხადებს. სხვა საქმეა, როცა საქმე ეროვნულ სახელმწიფოებს ეხება. სინამდვილეში ამ სტრატეგიას ის არ იყენებს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, იორდანიასთან და საუდის არაბეთთან. ის ფაქტი, რომ ამას აკეთებს ირანთან, რომელიც ეროვნული სახელმწიფოა და არა ასიმეტრიული მოწინააღმდეგე, ეს მიანიშნებს, რომ ისრაელმა სრულად გამორიცხა რეჟიმის შეცვლის ჰიპოთეზა. ის არ გეგმავს საუბარს ახალ ირანულ მთავრობასთან, რადგან არ ელოდება მის არსებობას. და მას არც აქვს სურვილი ესაუბროს ამჟამინდელ ირანის მთავრობას. მას უბრალოდ უნდა რომ ის დააყენოს ისეთ მდგომარეობაში, რომ ვეღარ ავნოს. სტრატეგიის ეფექტურობა ჯერ უცნობია, მაგრამ დაზვერვის მხრივ ამას ისრაელის მოქმედების მეთოდად ვხედავ. ამერიკელები ირანს გველად აღიქვამენ, იტალიაში ფიქრობენ, რომ თავი მოჭრილი აქვს, სხვებმა იციან, რომ ჰიდრა და ბევრი თავი აქვს. სინამდვილეში ისინი არ შემოიფარდუნენ მხოლოდ იმით, რომ ბოლო გაანეიტრალეს, ასევე X-ზე გამოქვეყნებულ შეთხობინებებშიც კი მათ იჩქარეს, ეთქვა, არა, ეს ჩვენ გავაკეთეთ დამოუკიდებლად ამერიკელების დახმარების გარეშე. ამერიკელებს არ აქვს ყველაზე მცირე წარმოდგენაც კი სად არიან ირანის ხელმძღვანელები. ისრაელელები არ ფლიან, რომ აქვს განსაკუთრებული სადაზვერვო ინტერესი. მაშინ როცა მე ვფიქრობ, რომ მოსადი ყველაფერს იცის იმ მხარეში მიმდინარე მოვლენებზე. ამერიკელებსაც არიციან, სად წავიდნენ, პოლკოვნიკს ვეთანხმები და ასე ვფიქრობდი თავიდანვე. ცნობილი ამერიკული საბოლოო მიზანი არ არის რეჟიმის ან მმართველობის არქიტექტურის შექმნა. ეს ვნახეთ ერაყში, ვნახეთ ავღანეთში, ეხლა ვხედავთ ვენესუელაში. მათ უნდა დაანგრიონ ის, რაც უნდა დაანგრიონ, განაიარაღონ ისინი, ვინც უნდა განაიარაღონ. თუ იქ თავრობა ან სახალხო რევოლუცია იქნება, მათთან საუბარს შევძლებ. კარგი, თუ არ არის, ვაცხადებ გამარჯვებას და სახში მივდივარ, იმიტომ რომ განვაიარაღე ისინი, ავაცალე რაკეტები, ავაცალე გამშვები მოწყობილობები. ივნისის 25-ში ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებული იყო და ეხლა ასე აღარ არის, რადგან ჯერ კიდევ მისდევენ მას. აქ საქმე გვაქვს ხალხთან, ვინც ამბობს, რომ 8 თვის წინ ირანის ბირთვული პროგრამა გაანადგურეს, მაგრამ დღესაც აგრძელებენ ამ საქმეს. ანგლოსაქსური სიტყვა accountability, რომელიც იტალიურად არ არსებობს, ჩვენ უნდა გადმოვცეთ მისი მნიშვნელობა. ვიტყოდი, რომ თავად ინგლისელები პირველ რიგში იქით მხარეს, ვეღარც ისინი იციან, ას ნიშნავს ეს სიტყვა. რადგან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გითხრას, ბიძია ივნისში თქვი, რომ ირანის ბირთვული პროგრამა განადგურდა, მაგრამ ჩვენ ისევ ვაქვართ. ამ საკითხებზე ყურადღებას არავინ ამახვილებს, რაც სერიოზულია.
პოლკოვნიკი მართალია, ტრამპი ამერიკულ სათამაშოს თამაშობს, სანამ არ გაფუჭდება. ერთი ამერიკელი კომენტატორი ამბობს, როგორც 10 წლის ბავშვი, რომელმაც ცეცხლმფქვევი აღმოაჩინა და იწყებს ბაღის დაწვას. საინტერესო სურათია. შენთვის არის კითხვა კრისტიანო გოფინისგან, ალფარასიდან. როცა ნორმალურად მიიჩნეოდა, რომ მონაკო ძალაუფლებას საკუთარ და კლიენტების გამვიდრებისთვის იყენებდა როგორც დონატო, ის შიდა ვაჭრობაზე საუბრობს, რომელიც ომის დროსაც ხდება. პოლიმარკეტზე უცნაური ფსონებია. ისინი ჩნდება 9 საათით ადრე, 1 საათით ადრე, სანამ ამერიკული შეტევა დაიწყება. ვიღაც მილიონებს შოულობს, რადგან შესაძლოა სამკომის წევრი ან სამხედრო იყო და ინფორმაცია ჰქონდა. გონია ელონ მასკთან, ტილთან და სხვებთან ერთად დიდ დონეს მივახციეთ. დიახ, აქ უფრო საინტერესოა ანალიზის გაფართოება იმ გაგებით, რომ ეს მართალია. ასე რომ, როცა ამაზე საუბრობდა ამხელ, ბოლოს გარკვეული დროის შემდეგ იღლები ამ ყველაფრის გამეორებით. ბიტკოინის შევა ცენტრალური ბანკის აქტივებში, ბიტკოინი აფეთქდება. ეს სიმართლე არ არის. ის ჩამოიშიება. შენ კიდულობ მას. სანამ ესეთ განცხადებას გააკეთე. მოდი. სხვა საკითხია ამ თემაზე ჟურნალ Foreign Affairs-ში ორი საინტერესო სტატია. პირველი ამბობს, ახალ პოლიტიკურ რეჟიმში, სადაც არის ლიდერი და მის გარშემო მხოლოდ დამქადაგებელი ადამიანები არიან, ამ ხერხის სიმბოლო იყო ვლადიმერ პუტინი, რომელიც მარტო იჯდა თირმაგიდასთან, ხოლო მოშორებით ისხდნენ სხვები. ყველა ეთანხმება, რადგან არავის აქვს გამბედაობა უთხრას, რომ არ ეთანხმება. ამერიკული სისტემა ნელ-ნელა ხდება ავტოკრატიული, სადაც ყველა მხოლოდ ქის ამბობს და კანკალებს. რუსეთში ეს უკვე დიდი ხანია ასია, ჟურნალ Foreign Affairs-ის მიხედვით ჩინეთშიც ასია, რადგან სი ძინპინი მის წინააღმდეგ მყოფ გენერლებს აშორებს. და შემდეგ ყველა, ვინც მას არ ეთანხმება, კოლობირებულად ცხადდება. ეს ნაცილი ძველი ამბავია, აი ესეთი რამე არსებობს. სისტემა, სადაც სამი ძალაუფლება სულ უფრო ავტოკრატიული და პერსონალიზებული ხდება. მეორე სტატია ასევე Foreign Affairs-თან, რომელიც კლეპტოკრატიაზე საუბრობს. რადგან ამ კონცენტრაციაში, ესე ვთქვათ, ფიგურებზე არსებობს მთელი სისტემა მფარველობისა, გამდიდრებისა, მათ გარშემო მყოფთათვის და ასე შემდეგ. ჩინეთის შესახებ ცოტა რამე ცნობილი, ხოლო რუსეთსა და შეერთებულ შტატებში ნამდვილად ასია. ჩვენ ახლა ახალი პოლიტიკური სისტემის წინაშე ვდგავართ, რადგან საბჭოთა კავშირშიც ასე იყო, ვინც რუსულ ისტორიებს იცის. კომუნისტურ პარტიაში შიდა დებატები იყო, საჯარო არა, მაგრამ იყვნენ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები. ამის შემდეგ ცხადია, რომ ხალხი არაფერს არ ცდება, მაგრამ შიგნით ეს იყო. აქ კი ჩვენი მეგობარი პუტინის შემთხვევაში ეს არ არსებობს, რადგან ისინი ამშელობენ, დიალექტიკა არ არსებობს. ამიტომ არის კიდევ ერთი ნახტომი პოსტკომუნისტურ პერიოდთან შედარებით, ეს მართალი არ არის, რადგან არის კიდევ ერთი ნახტომი, რომელიც კიდევ უფრო კონცენტრირებულია, ხელისუფლება, იმიტომ რომ იქ ხელისუფლება პარტიას ეკუთვნოდა, ლიდერს კი არა. ეს მართალია. მე ხას უსვამ, რომ საბჭოთა კავშირში 193 მილიონ მოსახლეზე 600,000 KGB-ს თანამშრომელი იყო. ასევე დღეს პუტინის რუსეთშიც. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა 142 მილიონია 512,000 KGB-ს თანამშრომელი, ასე რომ ეს არის კავშირი, ეს არის ერთი კავშირი. მას რატო იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი ამ ორი სტატიის ნახვა ჟურნალი Foreign Affairs-ში? იმის ნაცვლად, რომ თქვა ნახე ის კაცი სტაფილოს ქუდით და გიჟია, აქ გვაქვს რაღაცა უფრო ცუდი, სტაფილოს ქუდი გიჟი. რადგან ეს არის სისტემა, სადაც არ არსებობს ეგრეთ წოდებული კონტროლი და ბალანსი. არ არის ის, რაც არის შეერთებულ შტატებში, რაზეც ყველა ამბობს. აი კონტროლი და ბალანსი. გაუმახვილებ ყურადღებას ამ საიტის კიდევ ერთ საკითხზე, დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის განსხვავება არის ის, რამდენად სწრაფად მიიღება გადაწყვეტილებები. ავტოკრატიები სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს და ხშირად უშვებენ დიდ შეცდომებს, რადგან არ განიხილავენ დეტალურად. დემოკრატიები ნელა მოქმედებენ, მაგრამ ნაკლებად ცდილობენ, რადგან მეტ ცუდს განიხილავენ. ამიტომ ვინც ამბობს, რომ დემოკრატიებს ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ისინი ნელებია და მოსაწყენი, სინამდვილეში ანტიდემოკრატია. მასუს რისკი და წაგება, რადგან ავტოკრატიები უფრო მეტ შეცდომას უშვებენ ვიდრე დემოკრატიები. ისინი უფრო დიდ ხანს განიხილავენ საკითხებს ვიდრე მოქმედებენ. ამიტომ ცხოვრობთ სისტემაში, სადაც აშშ-სა და რუსეთში გადაწყვეტილებები ხშირად დაუფიქრებლად მიიღება. ამიტომ ასია ყველაფერი.
ძალიან ცუდად ხედავ მოსკოვში ხუმრობდნენ რა განსხვავებაა პუტინსა და ჰიტლერს შორის. პუტინი ფიქრობდა ჰიტლერის მსგავსად კიევის სამკვირაში დაეკავებინა, როგორც ჰიტლერმა საფრანგეთი ოკვირაში აიღო. დაივიწყა, რომ მის უკან არც გერმანული ინდუსტრია იყო და არც ვერმახტი. ამიტომაც ასე სწრაფად ირებ გადაწყვეტილებას, რადგან ეს იგივეა, რაც ახლა ხდება, მივდივარ, ვაკეთებ, ბუმ, ბუმ, ბუმ. მაშინ პირადულობის წრეში ბიბიც უნდა დავამატო და ასე შემდეგ. ამ ყველაფერთან ერთად ეს უცნაური კურსებიცაა. თუმცა აქ არაფერიც ამიკითხავს, ესე მგონია. მინდა უპასუხო მათ, ვინც ამ კითხვას გვისვამს, ეხლა საერთაშორისო პოლიტიკის ახალ ფაზაში ვართ, რომელიც ავტოკრატიული და პერსონალისტური ძალაუფლების კონცენტრაციას უკავშირდება. უნივერსებში, რომლებიც უფრო კრეპტოკრატიულები ხდებიან. Crodus ex alta. ან დავიგებთ, ან გავაგრძელებთ გაკვრებას უცნაური, მაგრამ არ შემთხვევითი მოვლენებით. ვიღებ უკრაინას, მივდივარ ირანში, ცული აზერს, ამას და იმას ვაკეთებ, პუტინი კი სულ მცირე, უფრო თანმიმდევრულია და იშვიათად იცვლის აზერს. სივრცის გამო ხედავ. ფრთხილად, ჩვენ ახალ სამყაროში ვართ, სადაც მონარქს არ ყავს მრჩეველი. შეიძლება გააჩერო თუ გეჩემია რობოტმანი, მას დივანი არ ყავს, რომ უთხრას იყოს მშვიდად. მაშ ბოლო კითხვაზე უპასუხებ და დავნიშნულებით, რადგან ხვალ ადრე მივდივარ მილანში, სახელმწიფო უნივერსიტეტში. წაიკითხეთ პოსტი, პროფესორ ჯანულთან ერთად უკრაინაზე ვისაუბრებთ, ამიტომ პირველისკენ დავიყო. 2 საათზე 16:30-ზე იწყება. ისინი მეუბნებიან, რომ ირანელები ბომბავენ ქურთებს იმ რეგიონებში. იქ აშკარად მათ აქვთ ინტერესი შეუტიონ ან როგორმე გააკონტროლონ ისი. მაშ ყველას მადლობას გიხდით, ბატონებო, დარჩა მხოლოდ ერთი ბოლო საკითხი, ლარა იანნი თუ ლარა ჯიანნი. მადლობა დაზვერვისთვის. თუ მან თავის მოწონებისთვის ცოტა გამოჩნდა ამ კვირებში, რომ ეჩვენებინა, რომ ჯერ კიდევ გენერლებს შეეძლოთ გამოჩენა. ეს იყო საშინელი შეცდომა. დაზვერვა ხელოვნური ინტელექტით. რამდენიმე დრონმა გააყოლა მას და ერთ-ერთ თავშესაფართან ახლოს დაარტყეს. მას ჰქონდა როცა ვიმებეცე წინააღმდეგება 28 რიცხვში უკვე სცადეს მისი მოკვლა და გადაუხრჩა. გმადლობა ყველას მათ მისი სინათლეც დაიჭირეს. ერთად მასთან. წარმოდგენა რო გქონდეთ ამ საკითხებს და კუბას მოგვიანებით მივხედავთ. დიეგო ბატის ისევ დაბრუნდება, იქაც პოგონის ამბავია დაცულია. ტრამპის ბოლო ფრაზა. კუბასაც კი შემიძლია ავიღო, რატომაც არა, შეიძლება ამერიკის პრეზიდენტიც ვიყო. კი, შვილიც იქავს, არა? მოლიზე მოლიზე არა, მთელ მოლიზე. ვერ პოულობ მას, იმიტომ რომ ხო, საწყლებიც კი მართლა. მოკლედ, მახსენდება გრომიკოს კარგი ფრაზა, საბჭოთა პერსონაჟი, ხო, ის ამბობდა ერთ ძალიან კარგ რამეს, რომელიც ახლა გენატრება. ამბობდა 10 წელი კამაჩი სჯობს, ვიდრე 1 საათი ომში. ეს ამბობდა საბჭოთა კაცი. ახლა შეიძლება 10 წელი არა, მაგრამ კარგი იქნებოდა ისევ დაგვეწყო საუბარი, მაგრამ ამისთვის ვიღაცამ twin-ი უნდა ჩართოს. თანაც რომ საერთოდ კონდეს მოქმედი twin-ი, ეგეც კარგია. მადლობას უხდით და ვესალმებით ყველას, განსაკუთრებით ლეონარდო ლანძარას, პოლკოვნიკ სტირპეს, გენერალ-კაპიტინისა და ჩვენს ეკონომისტს ჯორჯიო გვიხსნის, რატო არსებობს ეს საჭიროებები. ეს ყველაფერი შესაძლოა არა ტრამპისგან, არამედ სხვა ფაქტორებისგან იყოს გამოწვეული. ხვალ მილანში შევხვდებით 16:30-ზე სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვია სანტა სოფია, 9 აუდიტორია M301. ვინ იქნება? რაც თითქმის ტანკის კოდს გავს. ვაუ, მადლობა.